ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემატიკით. ზოგადად მართლა ძალიან ესეთი გამომწვევია ყველას, ძალიან აქტუალურია მოკლედ მარკეტინგი დღესდღეობით აბსოლუტურად ყველა კომპანიისთვის და შესაბამისად, რადგან აქვს ძალიან დიდი ძალა, შესაბამისად მე არის მაღალი მოთხოვნაც მარკეტინგის მიმართულებით დასაქმებული ადამიანებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ როგორც მარკეტინგის წარმომადგენლებს გვესმოდეს თუ რამხელა ძალის და როლის მატარებლები ვართ ხოლმე კომპანიაში. კაცრავად. დავიწყოთ მოკლედ შეხვედრის დღის წესრიგით, მე უკვე მე თვითონაც გაგეცნობით, რომ იცოდეთ ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რა ვარ ხა დღეს თქვენთან წარმოდგენილი. შეხვედრა იქნება ორ ნაწილად დაყოფილი. პირველი ნაწილი უმეტესად შეეხება ზუსტად იმ თემატიკას, რაზეც საუბრობთ დღეს მარკეტინგის როლი და ძალა კომპანიაში. განვიხილავთ უშუალოდ რა არის მარკეტინგი, რა ძირითადი ფუნქციები აქვს, რა ძალა აქვს, რა განვითარება და ზოგადად რა გამოწვევები და მერე უკვე უშუალოდ გადავალთ მარკეტინგის მენეჯმენტის კურსთან დაკავშირებით მოგაწვით ინფორმაციას თუ რა საზრისებზე დაყრდნობით შევქმნით ეს კურსი და ძალიან მომუყვავს ზოგადად Smart აკადემიასთან ამ თანამშრომლობით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, ძლიერი და ეფექტური კურსი შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს გამოადგება მარკეტინგის მიმართულებით და აიმაღლებს ამ მიმართულებით ცოდნას. მოკლედ, მე ვარ ანა გელაშვილი, უკვე 8 წელზე მეტია რაც მარკეტინგის სფეროში ვარ დასაქმებული. და უმეტესწილად ჩემი გამოცდილება უკავშირდება სააგენტოებს. ამჟამად ვიკავებ გენერალური მენეჯერის პოზიციას Ogilvy Georgia-ში. ეს არის შეიძლება ზოგიერთმა თქვენგან მოიცოდეს Ogilvy-ს გვარი, იმიტომ რომ მომდინარეობს David Ogilvy-ს სახელიდან. ეს იყო ადამიანი, რომელიც მარკეტინგის მამად არის წოდებული და რა თქმა უნდა დამსახურებულად კურსის ფარგლებში David Ogilvy-ს ძალიან ბევრს ნააზრევს შევეხებით ხოლმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია მარკეტინგი ამ ადამიანის გარეშე და ძალიან ვამაყობ, რომ ამ Ogilvy-ს უზარმაზარი ქსელის, რომელიც 180 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, ქართული ოფისის გენერალური მენეჯერი ვარ და მაქვს საოცარ პროექტებთან შეხება და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის გაზიარება თქვენთანაც შემეძლება მერე უკვე კურსის ფარგლებში. ამის გარდა ვარ 3 წელზე მეტი უკვე მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრანტებს PR-ის მიმართულებით ვუკითხავ ლექციებს, ციფრული მარკეტინგთან დაკავშირებით და ამ 8 წელზე უფრო დიდ პერიოდში დაახლოებით 30-ზე უფრო მეტ ბრენდთან მქონია შეხება, უმეტესად ეს ბრენდები არის ხოლმე მგრძელვადიანი თანამშრომლობები, რა თქმა უნდა, ჩემი სააგენტოდან და ასევე ცალკე ფრილანსად. ამის გარდა მაქვს დიდი გამოცდილება საკმაოდ მეწარმეობის მიმართულებით და ვარ ხოლმე მენტორი ბევრი მეწარმის და დამწყები ბიზნესის, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა მარკეტინგის და PR-ის მიმართულებით და ხშირად უწევ ხოლმე მათ მენტორობას და განათლების მიმართულებით, რა თქმა უნდა, PR-ის მაგისტრი და ბიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრი. ძალიან რო არ შეგაწყინოთ თავი ჩემი გაცნობით, მოდი უკვე უშუალოდ გადავიდეთ იმაზე, თუ რა არის მარკეტინგი და ძალიან მიხარია, რომ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები მესწრებით და არა მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც სამოვალოდ გინათ, რომ იყოთ ამ სფეროს ნაწილები და ჯერ თქვენ დაგეკითხებით, რას ფიქრობთ, რა არის მარკეტინგი, მინდა რომ თქვენი აზრით მოვისმინო, მინდა რომ ძალიან ინტერაქციული იყოს ჩვენი შეხვედრა და მაქსიმალურად გავცვალოთ ერთმანეთთან ჩვენი აზრები და გამოცდილება. ამიტომ დაგითმობთ სცენარს ხელისაწევით, ვის სურს რომ განგვიმარტოს რა არის მარკეტინგი მისი გადმოსახედიდან. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ შეგხვდებათ ინტერაქციის. აი თათიას სურს რომ ჩაერთოს. თათი, აბა გისმენთ. თათია ჩომახიძეს, ხმა გაქვს ოღონდ გათიშვილი თუ საუბრობ. თათია. მეგობრებო, ვისაც გსურთ, დაწერეთ კომენტარი და მე გავახმოვანებ. თამარ გისმენთ. მოგესალმებით, თუ ისმის ჩემი. ისმის. ჩემი დიდი პატივია და მგონია რომ მარკეტინგი ეს არის ბრენდინგი. ბრენდინგი კლიენტების მომხმარებლების ლოიალური დამოკიდებულების შეთანხმებლად და შედეგად უნდა იყოს მუდმივი გაყიდვა. კი ბატონო, ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მარკეტინგის, თუმცა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მარკეტინგის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ესეც მარკეტინგი მოიცავს ამ ყველაფერს. მარიამ სუმბათაშვილსაც მოვუსმინოთ და მე უკვე მეც შევაჯამებ თქვენს საუბარს. გამარჯობა პირველ რიგში. მიხარია რომ ვესწრები ამ ტრენინგს და
ანუ მე მოსწავლე ვარ, ჯერ აბიტურიენტი ვარ და ამ თემაზე ვსწავლობ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი ჩემთვის და გაგიმარტავთ, ანუ რას ნიშნავს მარკეტინგი ჩემთვის. ეს არის ასე საქმიანობა, სტრატეგიების და პროცესების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის ან მომსახურების შექმნას, პოპულარიზაციას, მიწოდებას და მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ბევრ სხვა საქმიანობას მოიცავს, მაგალითად ბაზრის კვლევა, პროდუქტის განვითარება, კომუნიკაცია და რეკლამა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ამ შემთხვევაში. გაყიდვების სტრატეგია, ბრენდინგი, როგორც წეღან ახსენეს და კლიენტებთან ურთიერთობა რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მარიამა ისე კარგად გამგვიმარტარო, თითქმის არ ვიცი რა უნდა დავამატა, მაგრამ შევეცდები რა დავამატა. ანასაც მოვუსმინოთ, ბოდიში ანასაც ხელი აწეული კიდევ. ანა გოგოჩაშვილი ხო? კი. ანა გისმენთ. დღეს შეხვედრაზე ძალიან ბევრი ანა ვართ, ხო? კი. კეთილი, თამარ ხატიაშვილი. ხო. მე ვიტყვით შეიძლება თუ ციფრული მარკეტინგი არის ინფორმაციისა და პროდუქტის მიწოდება ციფრული არხებისა და ტექნოლოგიების დახმარებით. ამის თქმა მინდოდა. კი ბატონო, მადლობა. და კიდე გვყავს ისევ თათია ჩომახიძე. ხო? დიახ, გამარჯობათ. ტექნიკური ხარჯი იყო და მგონი გასწორდა. მე არ ვსწავლობ ამ მიმართულებით, მაგრამ ვსწავლობ დოქტორანტურაში, რომელიც საკმაოდ ისეთია, ზუსტად საბუნებისმეტყველო მიმართულებით ვსწავლობ და შეიძლება არ არის ჩემთვის ამდენად საინტერესო ეს მარკეტინგის სფერო, მაგრამ მე მაქვს გამოცდილება წარსულში. ფარმაცევტულ კომპანიაში Sanofi Aventis-ის დაქირავებული მარკეტინგის ჯგუფის წევრი ვიყავი და ასევე იყო ასეთი მარკეტინგული კვლევის კომპანია GAMA, რომელიც საკმაოდ ძველი კომპანია იყო და ვიყავი ინტერვიუერი და მუშაობდი, ან დამატებითი შემოსავალი იყო ჩემთვის და ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. რა ვიცი, კარგია, უბრალოდ იმ პერიოდში შეიძლება ასე ვთქვათ, ეს იყო სადღაც დაახლოებით 2007-8 წლები, როცა არ იყო ასე პოპულარიზაცია, არ ქონდა ამ სფეროს და ეხლა ძალიან მომწონს. და ეხლა მუშაობ კერძო სკოლაში, BGA-ში და მინდა რომ აი ზუსტად ეს ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები გახდეს უფრო პოპულარული ესეც და გამოვიყენო ამ მიმართულებით. ჩემ კვლევასთან მიმართებაში და ამიტომ რატომაც არა სიამოვნებით ამბახლებდი ჩემს ცოდნას. კი, თან მარკეტინგი ისეთი სფეროა, რომ ძალიან მარტივად წვრილდება სხვა საქმიანობებთან და პირიქით უფრო ძლიერ. დროში არის თავსებადია, მილიგრაფიკია, საინტერესო არის და კი. აი ანა გოგოჩაშვილსაც სურს კიდევ. გამარჯობა, ბოდიში წერგან რაღაც მომაგდო აქედან. იცით რის თქვა მინდოდა, მე არ ვარ მარკეტოლ, პირველად ვარ საერთოდ. დავიწყე ჩემი მცირე ბიზნესი და ეს ბიზნესი არის რაღაცა ბოლომდე რომ მივიყვანე და ტექნიკურ საკითხებს რომ მივხვდი, მართლა წავაწყდი იმას რომ მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო მარკეტინგი, იმიტომ რომ აი თქვენ რო იკითხეთ რომ რა არის მარკეტინგი, ამაზე მინდოდა პასუხისგაცემა. ჩემი აზრით, აი რაღაცა ნებისმიერ საქმეში რომ მორჩები ფიზიკ, ანუ რაღაცა ამ ყველაფრის ამბავს ჩება ყველაზე დიდი როლი იმაში, რომ გაპიარდა ეს და ჩემი პროდუქცია ხალხამდე მივიტანო და ამაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეხა უკვე რეკლამას, ხო? ანუ დიჯიტალ სამყაროში არის ის, რომ ხალხს სწორად მივაწოდო და მათ მოუნდეთ ამის შეძენა და ასე შემდეგ. ასე რომ მე გადავწყვიტე ამ ყველაფრის მერე, რომ ეს პროფესია შევისწავლო და პირველად შემოვედი დღეს თქვენთან. ძალიან კარგი, მიხარია.
ძალიან გამოგადგება ის, რასაც ახლა ვისაუბრებთ და განსაკუთრებით კურსი, რაც არის შექმნილი ზუსტად შენაირი პროფილის ადამიანებისთვის არის ფაქტობრივად გაკეთებული. კარგით, მე მგონი მეტი ხელი საწევა აღარ გვაქვს, დავუბრუნდეთ. მე შევაჭამებ ახლა იმას თუ რა არის მარკეტინგი, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ და მიხარია, რომ ამდენად დიდია დაინტერესება და გაქვთ ასევე გამოცდილება და ზოგადად ცოდნა მარკეტინგთან დაკავშირებით, თუმცა ესე წინადადებადაც რო ჩამოვაყალიბოთ, ეს არის ფაქტობრივად სისტემა, საქმიანობების ერთობლიობა, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები იყოს დაკმაყოფილებული და ეფექტურად მართვადი, რასაც საბოლოოდ მოაქვს შედეგი გაყიდვების მიმართულებით. ანუ შეგვიძლია თავიდან დავიმახსოვროთ, აი განსხვავება ხშირად არის ხოლმე ძნელი დასაფიქსირებელი მარკეტინგსა და PR შორის. მარკეტინგი არის კონცენტრირებული კომერციაზე, გაყიდვების მიმართულებით, რომელიც ძალიან ბევრ კომპლექსურ საკითხს მოიცავს და მე ერთ მთლიანობას ქმნის, თუმცა PR-ის მიმართულება ეს არის კონკრეტულად იმიჯზე მიმართული და მე რა თქმა უნდა არის ხოლმე დაკომპლექტებული PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტები, ხანდახან ერთად არის განხილული ეს ორი საქმიანობა, თუმცა ესეც კომპანიის მიხედვით მე მათ შიდა გადაწყვეტილებებზე ხოლმე დამოკიდებული. მარკეტინგი თქვენ როგორც ახსენეთ, ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, თუმცა მოდი ახლა ვისაუბროთ ძირითად ფუნქციებზე, რომელსაც ეს პროფესია აერთიანებს. პირველ რიგში ეს არის ბაზრის კვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ შევისწავლოთ გარემო, ანუ ის სივრცე, სადაც ჩვენ გვიწევს პოზიციონირება და ფუნქციონირება, იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა მოთხოვნები არსებობს, როგორი ტიპის გამოწვევები არსებობს, რა საჭიროებები აქვს ადამიანებს გარშემო და შესაბამისად მერე უკვე ჩვენი პროდუქტის სწორად მიტანა მოვახერხოთ. ბაზრის კვლევის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია მარკეტინგული აქტივობების სწორად წარმართვა, იმიტომ რომ ეს არის ძირითადი საზრისი, რაზეც საბოლოო ჯამში მერე ჩვენი კომუნიკაციები უნდა დავაშენოთ. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც აი თუნდაც მცირე ბიზნესები, მაგრამ ამას მხოლოდ მცირე ბიზნესები არ უშვებენ ამ შეცდომას, დიდ კომპანიებსაც ემართებათ ხოლმე, როდესაც რაღაცა მარკეტინგულ აქტივობას იწყებენ ისე, რომ ბაზარი საერთოდ არ აქვს გამოკვლეული. არიციან მაგალითად ვინ არიან მათი კონკურენტები, რა გამოწვევები არსებობს ბაზარზე, როგორი საჭიროებები აქვთ ადამიანებს და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ უზენ ბაზარ სამყაროში ჩვენ ვიწყებთ რაღაცა აქტივობას ისე, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს. როდესაც ბაზრის კვლევას ჩავატარებთ და შევისწავლით იმას თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, მერე უკვე ძალიან მარტივია დავიწყოთ სეგმენტაცია. სეგმენტაცია რას ნიშნავს? ეს არის ამ ძალიან ბევრი მომხმარებელი ადამიანისგან ამორჩევა და დაყოფა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებად, რომლებსაც აქვთ გარკვეულწილად ერთნაირი მახასიათებლები. სეგმენტაციის ძალიან ბევრნაირი მიმართულება არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრნაირი სისტემით მოხდეს ადამიანების და სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და ეს კომპონენტები შეიძლება იყოს დემოგრაფიული მახასიათებლები, ასევე შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური მახასიათებლები, შემოსავლები, სად ცხოვრობენ, რა ინტერესები აქვთ, რა მიმართულებები აინტერესებთ, რა გამოწვევები აქვთ და ასე შემდეგ. ჩვენი სამიზნე აუდიტორიები და სეგმენტაცია შეიძლება იყოს ძალიან დიდი, მაგალითად დიდი სამიზნე აუდიტორიები ავიღოთ და დავაჯგუფოთ ადამიანები დიდ ჯგუფებად, მაგალითად ესეთი დიდი ჯგუფი შეიძლება იყოს თბილისის მოსახლეობა. თუმცა ამ თბილისის მოსახლეობაში წარმოიდგინეთ რამდენი ტიპის ადამიანი ცხოვრობს, ხო? აქ არიან ბავშვები, აქ არიან სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. თავი რომ დავანებოთ დემოგრაფიულ ნაწილს, მერე უკვე მივდივართ ისეთი მახასიათებლებისკენ, როგორც არის მაგალითად მათი ინტერესები, მაგალითად მუსიკის მოყვარულები, ცეკვის მოყვარულები და ასე შემდეგ. შესაბამისად, რაც უფრო ღრმად ჩადიხართ სეგმენტაციის კომპონენტში, კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება სამიზნე აუდიტორიების შერჩევა და თუ კი თქვენი პროდუქტი არის ძალიან ნიშური, შესაბამისად გექნებათ ძალიან ნიშა აუდიტორიაც. ხშირად არის ხოლმე ასევე შეცდომებზეც რო ვისაუბროთ სეგმენტაციის ნაწილში, როდესაც ადამიანები იწყებენ ხოლმე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმას, ამბობენ, რომ მათი აუდიტორია არის ყველა. რაც არის წარმოუდგენელი, რომ ყველა იყოს თქვენი აუდიტორია, თვითონ პროდუქტიც ვერ იქნება ისეთი უნივერსალური, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის ადამიანს აინტერესებდეთ. მაგალითად, ყველაზე მარტივი მოხმარების ნივთი რო ავიღოთ, ანუ რაც ყოველდღიურად ადამიანებს საკვებად გვჭირდება, თუნდაც პურიც კი, ვერ იქნება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის გათვლილი, იმიტომ რომ თქვენს პროდუქტს აქვს შესაბამისი მახასიათებლები, სხვადასხვა განმაპირობებელი კომპონენტები, რის გამოც ადამიანებისთვის, რაღაცა კატეგორია ადამიანებისთვის იყოს საინტერესო, რაღაცა კატეგორიის ადამიანებისთვის იყოს სრულიად უინტერესო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ ვიცოდეთ ჩვენ რა სთავაზობთ მომხმარებას და მეორეს მხრივ სწორედ ის ადამიანები ვიპოვოთ, რომლებსაც დაინტერესებს ჩვენი პროდუქტი.
შემდეგ ეს არის თარგეტირება, რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ რადგან განსაზღვრეთ, ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია და ვფიქრობთ, რომ აი ამ ადამიანებს ჩვენი პროდუქტი ძალიან მოეწონება, უკვე დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, თუ როგორ მივუწვდეთ ამ ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მერეც აღნიშნავთ თუ მარკეტინგი როგორ განვითარდა, თუმცა აქაც ვახსენოთ აუცილებლად თარგეტირების ნაწილში. მარკეტინგის ძველი მიდგომა, წარსულის ჯერ კიდევ როდესაც ამერიკაში იყიდებდა ფეხს მარკეტინგის კომპონენტები, მიდგომა იყო ის, რომ მარკეტინგი იყო ორიენტირებული პროდუქტზე და სერვისზე. ანუ ჩვენ ვიწყებდით საუბარს მხოლოდ და ფიქრს, ანუ აზროვნებას ჩვენი პროდუქტიდან, თუმცა მარკეტინგის განვითარება, მომხმარებლების სურვილების ზრდამ და ასე შემდეგ მიგვიყვანა იქამდე, რომ ეხლა მარკეტინგი არის ორიენტირებული მომხმარებლების საჭიროებებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თარგეტირების მომენტში ვიცოდეთ ჩვენი მომხმარებელი როგორ იქცა, რას აკეთებს, რომელ საკომუნიკაციო საშუალებას იყენებს, სად დადის, რომელ ტელევიზიას უყურებს, მაგალითად რომელ ქუჩაზე მოძრაობს, რომ ბანერი დავახვედროთ და ასე შემდეგ. თუ კი თარგეტირება არ გაკეთდება და ვიტყვით, რომ მოდი უბრალოდ მეტროში განვათავსოთ რაღაცა ჩვენი ბანერი, შესაძლოა ჩვენი მომხმარებლები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ მეტროში. ან თქვათ, რომ გავუშვათ ეხლა გადავიღოთ რაღაცა უზარმაზარი ვიდეო რგოლი, რომელშიც დავხარჯავთ ძალიან ბევრ თანხას და გავუშვათ ტელევიზიაში, რომელიც ასევე ძალიან ძვირი დაგვიჯდება. და უცებ აღმოჩნდეს, უცებ არ აღმოჩნდება, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ თქვენი მომხმარებლები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ და ურჩევნიათ, რომ თავიდან ბოლომდე ინფორმაცია მიიღონ სოციალურ მედიიდან. გამოდის, რომ აცდენა გვექნება ძალიან დიდი რესურსი იქნება დაკარგული და შესაბამისად თარგეტირება სწორად ვერ მოხდება. შემდეგი არის პოზიციონირება, რაც გულისხმობს უკვე იმას, რომ გადავდივართ იმაზე, თუ როგორ დავამახსოვროთ ჩვენი თავი მომხმარებლებს და როდესაც რაღაცა საკითხი, რაღაცა საჭიროება გამოუჩნდება, ვიქნებით ჩვენ პროდუქტი თუ სერვისი, აუცილებლად გავახსენდეთ ჩვენ პირველ რიგში. პოზიციონირება ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რომელიც უბრალოდ მხოლოდ ერთი სოციალურ მედია პოსტიდან, მხოლოდ ერთი კამპანიით ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ეს არის ფაქტობრივად შეჯამება და უზარმაზარი შრომა მთელი მარკეტინგული აქტივობების, რომელიც ახერხებს იმას, რომ ადამიანებს დავამახსოვრდეთ და მაგალითად თუ კი სადღაც დაინახავს წითელ ფერს, აი დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთანაც ასოცირდება მაგალითად კოკა-კოლასთან, აი მსგავსი top of mind-ში იყოთ ყოველთვის მომხმარებელთან. ამიტომ პოზიციონირების კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაწილი მარკეტინგის ფუნქციების. შემდეგი კომპონენტი, ეს არის პროდუქტის განვითარება და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვახსენეთ, რომ გჭირდება ბაზრის კვლევა, მომხმარებლის მოსმენა, რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ როგორც მარკეტერებს გვენიჭება უზარმაზარი ძალა, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რას ფიქრობს ჩვენი მომხმარებელი, ფაქტობრივად მათ პულსზე გვიჭირავს ხელი და ვიცით რა გამოწვევები აქვს, მაგალითად, რა არ მოსწონს ჩვენს პროდუქტში, რა სისურვებდა, რომ გაუმჯობესდეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები პროდუქტის და სერვისის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კომპანიისთვის. ფაქტობრივად მარკეტერების დაკვირვება და ის data, რასაც ავაგროვებთ ყოველდღიურ მუშაობაში, ძალიან ბევრი რაღაცის შემცვლელია ხოლმე და თუ კი მაგალითად მარკეტინგის მენეჯერები ან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები არ უსმენ და არ აქცევენ ყურადღებას მომხმარებლის ინტერესებს, ფაქტობრივად ძალიან ბევრს კარგავენ მოკლედ ამ მიმართულებით უზარმაზარ ინფორმაციას და დალას. და საბოლოოდ კიდევ ერთ-ერთი ფუნქცია ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ მათი გამოწვევებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავამყაროთ მათთან ისეთი კომუნიკაცია, რომელიც ბრენდს თავიდან ბოლომდე შეკრავს, გააერთიანებს, არ იქნება აცდენილი ბრენდის ხასიათთან და მოკლედ დააკმაყოფილებს მომხმარებელს დაიმეგობრებს, რაც მთავარია. რამე კითხვა ხო არ გაქვთ, ან რამე დამატებითი ხო არ გინდათ, რომ განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ არა და შემიძლია მე უკვე გადავიდე შემდეგ სლაიდზე. ანა გოგო ჩაშულს აქვს ხელი აწეული და ანა არ ვიცი ეხლა აციეთ თუ დარჩა წინა ინტერაქციიდან. დარჩენილია. ოკეი, კი ბატონო. მარიამ სუმბათაშვილს აქვს კითხვა. აი რა არის ამჟამად ყველაზე პოპულარული მარკეტინგული ტენდენცია დღესდღეობით? განიშნულება.
ხო, ეს ახლა ძალიან ისეთი რთული კომპონენტია, იმიტომ რომ ესე როგორც ასეთი რომ აი მარკეტინგული ტენდენცია, რასაც ყველა კომპანია იყენებს არა, უმეტესად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობები და კამპანიები, ну რა თქმა უნდა AI არის შემოსული ძალიან შემოჭრილი და ბევრი კომპანია ცდილობს რომ ამ მიმართულებით მოახდინოს AI-ის დანერგვა მათ კამპანიებში, აი ამ ნაწილზე ცოტა ბოლოსკენ ვისაუბრებთ აუცილებლად. კარგად, მადლობა. მარკეტინგის ახლა ყველაზე დიდი ინტერესი არის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ამ ნაწილსაც გავშლით. დიდი მადლობა. არაფერს. შემდეგი მიჩანს ანა ბედინაძე. დიახ, მადლობა ანა პირველ რიგში და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს თვითონ პრეზენტაცია. ისი კითხვა მაქვს, აი ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. თქვენი პრაქტიკიდან ირგვლივ დაკვირვების, ჩვენი კოლეგების და ასე შემდეგ, რაღაცა გარკვეულწილად ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი. რა რესურსი გვაქვს დღეს მარკეტერებს კომპანიაში, თუ კი არ ვქირავთ კონკრეტულად მარკეტინგული კვლევის კომპანიას, შიდა რესურსით, პირობითად ესეთი кейსი რო ავიღოთ, კომპანიას აქვს დიდი ბექგრაუნდი, დაახლოებით 15 წლიანი მოღვაწეობა ბაზარზე, მაგრამ დღეს მდგომარეობით მაინც ორაზროვანია, ვინ არის ძირითადი სეგმენტი და განსაკუთრებით რთულდება საკითხი, როდესაც იქ ისმება ესეთი საკითხი, რომ აი ეს არის B2B ტიპის პროდუქტი, ჩვენი კლიენტები არიან პირობითად კერძო სკოლები, არა იქ საუბარია რომ რაღაცა მოკლედ როგორც წესი, როგორი პრაქტიკაც არის. ბაზრის კვლევის რა ხერხებს მიმართავთ ხოლმე, გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში გარე მარკეტინგული კომპანიის დაქირავება. მადლობა. თუ მაგალითად არ გვაქვს ისეთი რესურსი, რომ გარე კომპანია დავიქირავთ, აი გვიწევს რაღაცა მოდი საველე პირობები დავარქვათ, რაღაცა ისეთი ხერხების მოძებნა, რითაც თავად მოვიკვლევთ. ძალიან კარგი პრაქტიკა, ეხლა არ ვიცი თქვენ შემთხვევაში ზუსტად რა პროფილის კომპანიაზე გაქვთ კითხვა, თუმცა მაგალითად ჩვენ ხშირად გქონია გამოცდილება, რომ უშუალოდ ვაკვირდებით სოციალურ მედია არხებს და თუ კი ძალიან მაღალია ხოლმე ინტერაქცია, მაგალითად აი 15 წლიანი გამოცდილება ახსენეთ და თუ კი სოციალური მედია არხები არსებობს ამ კომპანიების, აუცილებლად იქნება მიმოწერებით ადამიანებთან და ხშირად არის ხოლმე პრაქტიკა, როდესაც მივხმართ რაღაცა smart ხერხი არის, ასე რომ ვთქვათ, მივმართავთ იმას, რომ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, ანუ ვიწყებთ ჩატის განახლებას და თუ კი მაგალითად გვაინტერესებს, რატო ისარგებლა, ან არ ისარგებლა ჩვენი სერვისით ან პროდუქტით. მოკლედ, შევდივართ ძალიან ისეთ გამოკითხვით რეჟიმში, რომელიც შემაწუხებელი, რა თქმა უნდა, არ უნდა გახდეს, რომ რაღაცა ძალიან თავი მოვაბედროთ ამ ადამიანს, თუმცა შეიძლება რამოდენიმე 5 კითხვა დავსვათ ისეთი, რაც ძალიან კარგად გვაჩვენებს იმას, თუ ადამიანები რატო იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენ სასიკეთოდ, ან რატომ არ იღებენ. მაგალითად, თუ B2B უნდა იყოს ბიზნესი, თუ B2C, აი ამ შემთხვევაშიც ალბათ ისევ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთ-ერთზე დაკავშირება იქნება საინტერესო. და ისევ მომხმარებლები ვინც იყვნენ, ან მაგალითად აი მცირე ბიზნესების შემთხვევაშიც გამოგვიყენებია ესეთი პრაქტიკა, რომ თუ კი ვიღაცამ დაიწყო მიმოწერა ესეთ სასახად და პირდაპირ ლიდი გვაქვს, თუნდაც Facebook-ის ჩატის საშუალებით, მერე უკვე ვუბრუნდებით უკავშირზე და ვეკითხებით, რომ ან რატომ გადაწყვიტა რომ არ შეეძინა, რაღაცა სხვაზე ხო არ გაკეთა არჩევანი, რატო მაგალითად რა უპირატესობა მიანიჭა ამას და მოკლედ ასე შემდეგ. აი რაღაც მსგავს smart უფრო მოკლევადიან ხერხებს მიმართავთ ხოლმე, რომ ძირითადი ინსაიტები და ფიდბექები ამოვიღოთ ხოლმე მომხმარებლისგან. ცოტა ძალიან ზოგადი კითხვა რადგან იყო, აი არ ვიცი რამდენად კონკრეტულად გავიცი და მადლობა, აბსოლუტურად კონკრეტულად ანა, კი გამომიყენებია მეც იგივე გზა, რაღაც სხვა ვერსიებიც, ძალიან დიდი მადლობა გაზიარებისთვის. თამარ მჟავანაძეს აქვს ხელი აწეული. მადლობა. პირველი კითხვა მინდა დავსვა, ზოგადად რამდენად ბევრია მარკეტინგული ტენდენციები, ზოგადად არის თუ არა საერთოდ მარკეტინგული ტენდენციები, მარკეტინგის არსებობის დასაწყისიდანვე და რომელი ტენდენციებია ხოლმე უფრო ეფექტური? მადლობა.
კი ბატონო, ეხლა მაგალითად მარკეტინგში რა ტენდენციებიც არსებობს და ეს არ არის უახლესი ტენდენცია, უკვე წლებია მიმართულებით მიდის განვითარება. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობის ჩატარება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი ჩვენი სამიზნე აუდიტორია გვყავს ძალიან კარგად შესწავლილი და ვიცით ამ ადამიანებს როგორ ვთქვათ, რა ინტერესები აქვს, რა ღირებულებები აქვს, მერე უკვე მარკეტინგული კომპანიები იწყება ხოლმე აი ამ ღირებულებებზე პასუხის გაცემას. თქვენ ახლა დარწმუნებული ვარ, ყველას გექნებათ ნანახი თუნდაც TBC ბანკის ან საქართველოს ბანკის სარეკლამო რგოლები ხოლმე და საზრისი და რაღაცა ძირითადი მიზანი ასეთი კამპანიების არის ხოლმე ის, რომ ადამიანების ღირებულებებს დაიმთხას მათ კომპანიის ღირებულებები, ან თუ ჯერ არ არის ნაფიქრი ამ მიმართულებით კომპანიამ ზუსტად ის ღირებულება აიღოს, რომელსაც ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად რომელი აუდიტორიაც მოსწონს, იმასთან გამოადგება სამუშაოდ, შესაბამისად აი ასეთი სოციალური აქტივობები და სოციალური კომპონენტების შემოტანა ჩვენს კომუნიკაციებში ძალიან პოპულარულია უკვე წლებია და კიდე უფრო დიდ ღირებულებას იძენს ხოლმე. და ანას აქვს ისევ ხელი აწეული, არ ვიცი, ისევ ძველია თუ თავიდან რატომაც მომხდა თვალში, რომ თავიდან აიწიეთ ხელი. ნინო ხვიბლიანი გვისვამს კითხვას, გამარჯობა, მაინტერესებს, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ბაზარი, ან რა გზებით უნდა გავიგოთ რესურს მომხმარებელს თუნდაც პოზიციონირების მაგალითზე. კი ბატონო, ეს არის საკმაოდ დიდი საკითხი, რომელსაც ფაქტობრივად სრული შეხვედრა ეთმობა ჩვენი მარკეტინგული კურსის ნაწილში. ბაზრის კვლევის ძალიან ბევრი საინტერესო ხერხი არსებობს და ფაქტობრივად ცალკე მეცნიერება და ცალკე საქმიანობა, თუმცა ძირითადად ყალიბდება ხოლმე რაოდენობრივი კვლევები, სადაც ძირითად მასალებს და ინფორმაციას ამოვიღებთ ხოლმე, შეიძლება იყოს თვისობრივი კვლევები, სადაც უფრო მეტად შაღრმავებული კითხვები გვაქვს, ასევე შეიძლება იყოს ფოკუს ჯგუფები, სადაც გამოვიკითხავთ და ამის გარდა ბაზრის კვლევა არ შედგება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სამიზნე აუდიტორიების კომპონენტებისგან, ბაზრის კვლევა მოიცავს სხვა კომპონენტებსაც, რაც არის მაგალითად კონკურენტების ანალიზი და აი კონკურენტების ანალიზის შემთხვევაშიც ბევრი სხვადასხვა კომპონენტი არსებობს, რითაც ვიგებთ მაგალითად ამ კომპანიების შესახებ ინფორმაციებს. აქ შეიძლება იყოს რაღაცა ინკოგნიტო მომხმარებელი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო ხერხი აქვს და ეხლა რომ ჩვენ ბაზრის კვლევაზე ბევრი საუბარი გავაგრძელოთ, ფაქტობრივად ძალიან ავსწრებით მთლიანად ჩვენს თემატიკას. კიდევ ერთი კითხვა იასგან, მოგესალმებით, ბოდიში ვერ ვერთვები ხმოვანზე, მაინტერესებს ახალდაწყებულ რეკლამირებაზე რას ურჩევთ, როდესაც კომპანია დამწყებია და ჯერ ახლა დგავს ნაჯბიჭებს, ანუ რა მხრივ გააკეთოს დიფერენცირება რესურს მომხმარებელს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში თუ კი ახალი დაწყებული გაქვთ აქტივობები და მაგალითად იყენებთ სოციალურ მედია არხებს, აქაც რა თქმა უნდა ერთის მხრივ თქვენ როდესაც გაქვთ რაღაცა პროდუქტი შექმნილი, წარმოდგენა გაქვთ დაახლოებით როგორი ტიპის მომხმარებლები ყავთ და იწყებთ ამ ადამიანებზე თარგეტირებას თქვენ რეკლამების და მერე უკვე უნდა დააკვირდეთ მაგალითად თუ კი ჩვენ Facebook-ზე გავუშვით რაღაცა რეკლამა კონკრეტულ ინტერესებზე კი ბატონო, თამარ თქვენს კითხვაზე დაუბრუნდები. თუ კი გავუშვით მაგალითად რაღაცა რეკლამა კონკრეტულ ინტერესებზე, მაგალითად არ ვიცი, მაგალითად ყავს რაღაცა ცხოველებთან დაკავშირებით სერვისი გვაქვს და გავუშვით მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძაღლების, ცხოველების ინტერესი აქვთ დაფიქსირებული და არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მიმართულებით ან აუდიტორიაში გვაქვს შეცდომა, შეიძლება ჩვენი პროდუქტი არ აკმაყოფილებდეს და ძალიან ხშირია ხოლმე ზოგადად, როდესაც თვითონ კონტენტშივე ვიწყებთ გამორკვევას მომხმარებლის ინტერესები. შეიძლება თვითონ პოსტი გაუშვათ მასეთი, სადაც გაინტერესებთ ისეთი გარდამტეხი და ძირითადი ინფორმაციები, რაც მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ხოლმე მერე კომუნიკაციაში და ზოგადად როდეში თვალი გამაგდა კითხვებისკენ, კომუნიკაციაში და პროდუქტის განსავითარებლადაც. მარკეტინგის სპეციალისტის როლი პოზიციონირებაში. მარკეტინგის სპეციალისტის ძირითადი ერთ-ერთი მოვალეობაა ზოგადად პოზიციონირებაზე მუშაობა. ზოგადად პოზიციონირება ესე რაღაცა ნაკუწ ფიზიკურად ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ პოზიციონირება როგორ გვინდა რომ მოხდეს, ეც იყოს განსაზღვრული წინასწარ მარკეტინგულ სტრატეგიაში, რომელიც შეიძლება იყოს 1 წლიანი, 2 წლიანი ან 3 წლიანი, ან შეიძლება მოკლევადებზე მუშაობდეს ეს მარკეტინგული სტრატეგია. შესაბამისად ეს პოზიციონირება, როდესაც
ჩამოყალიბდება, მაგალითად გვეცოდინება, რომ ჩვენ პოზიციონირებულები ვართ როგორც განათლებაზე ორიენტირებული კომპანია, პასუხისმგებელი ვეხმარებით ადამიანებს დასაქმებაში, ხო? ამ მიმართულებით მუშაობა შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რაც აი კონკრეტულად ჩვენს ხასიათს გაუსვამს ხაზს. აი ხშირად ხდება ხოლმე, რომ კომპანიებს და ბრენდებს ადარებენ ხოლმე ადამიანებს, რაც ძალიან კარგი მაგალითია. მაგალითად, მე ანა გილაშვილს, როდესაც მინდა რომ პოზიციონირდე პასუხისმგებლიან ადამიანად, შესაბამისად უნდა გავაკეთო ისეთი საქმეები და ისე უნდა მოვიქცე, რაც ზუსტად აი ამას ჩაუბერდავს ადამიანებს. ასე მე კი არ დავდგები და ვეტყვი, რომ მე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი, უბრალოდ ჩემი ქმედებებით რაცა განსაზღვრული ქმედებები იქნება მიმართული იქიდან, რომ ადამიანებმა მე აღვიქვან როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანი. მიხეილი გვისამს კითხვას, გამარჯობა, მაინტერესებს, როცა კომპანია მუშაობს როგორც B2B, ასევე B2C სეგმენტებზე, როგორია მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბების სწორი მიდგომა. საჭიროა ორივე სეგმენტისთვის დამოუკიდებელი სტრატეგიის შექმნა თუ შესაძლებელია მათი გაერთიანება ერთ საერთო მიდგომის ფარგლებში. მიხეილ, მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვაა, ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ხოლმე ეს მიმართულება. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის ნიშნულოვანია, რომ თუ კი ჩვენი აუდიტორიები არის აი ამდენად განსხვავებული, რომ ერთ მხარეს თქვენი მომხმარებელი არის ბიზნესი და მეორე მხარეს არის მომხმარებელი ჩვეულებრივად ადამიანი, აუცილებელია, რომ ორივეს ქონდეს თავისი სტრატეგია, თავისი შესაბამისი საკომუნიკაციო არხები და საშუალებები. შეიძლება, რომ მაგალითად თუნდაც Facebook-ის გვერდიც კი სხვადასხვა არსებობდეს, რომელიც ერთი იმუშავებს B2B-ზე და მეორე იმუშავებს B2C-ზე. ეს აი მხოლოდ B2B და B2C-ში რო არ ჩავრჩეთ, მაგალითად თუ კი ჩვენი აუდიტორია არის რაღაცა ფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქტი არის საინტერესო როგორც მაღალი ასაკის ადამიანებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, ძალიან ძნელია, რომ აი ამ ორი ერთმანეთისგან ძალიან სხვადასხვა ინტერესების და მახასიათებლების მქონე ადამიანებს ვესაუბროთ ერთ ენაზე. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბრენდები აკეთებენ გახრეთ ჩვენს, მოდი ეს დავარქვათ, ყველაზე მარტივი მაგალითია თუნდაც ქართული ბრენდი ბორჯომი, რომელიც უფრო რაღაცა სოლიდური, ცოტა მაღალი ასაკის ადამიანებზე გათვლილი ბრენდი იყო ხოლმე ყოველთვის და ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება და ბარიერი ყოფილიყო მათი კომუნიკაცია და იმიჯი ახალგაზრდა ადამიანებისთვის. და მერე უკვე ცალკე გამოვიდა ბრენდი ლიკანი, რომელიც უფრო ახალგაზრდა, უფრო თავისუფალი და უფრო სხვა ტიპის კომუნიკაციებით გამოირჩეოდა და თუ დააკვირდებით ამ ყველაფერმა ძალიან კარგად გამართლა, ანუ რაღაცა კონკურენტი პროდუქტის ნაცვლად შეიქმნა ახალი ბრენდი, რომელიც სხვა ტიპის ადამიანებზე არის ავიდან ბოლომდე მორგებული. მე მგონი დავასრულეთ კითხვები, გადავალ ახლა შემდეგ სლაიდზე და მე კიდევ ერთხელ განვაახლოთ. მადლობა მიხეილ, მართლა ძალიან საინტერესო კითხვა იყო და იმედია გავეცით თქვენს კითხვას პასუხი და დაგეხმარებათ. კი ბატონო, შემდეგი გადავიდეთ კონკრეტულად მარკეტინგის ძალაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი მოტანა შეუძლია მარკეტინგს ბრენდებისთვის და კომპანიებისთვის. პირველი ეს არის ძლიერი ბრენდის შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ რაღაცა ფაქტობრივად როგორც ბავშვი, მასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ბრენდი, იმიტომ რომ როგორც კი იზრდება ბრენდი, ყოველ მომდევნო აქტივობას მოაქვს ახალი კომუნიკაციები, ახალი ხალხი, ახალი მომხმარებლები, რომელსაც აქვს თავიანთი ინტერესები, საჭიროებები, გამოწვევები და შეხედულებები. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც ბრენდი თავიდანვე ვიყოთ ჩამოყალიბებული იმაში, თუ რა გვინდა, რას გვინდა რომ მივახციოთ, როგორ გვინდა რომ დავამახსოვრდეთ ამ ადამიანებს. შესაბამისად, წლების შრომა და კომუნიკაცია ქმნის ხოლმე მერე საბოლოოდ უკვე ძლიერ ბრენდებს და მნიშვნელოვანია, რომ მარკეტერმა, როგორც ასეთი, თავიდანვე დაინახოს და დაიჭიროს ის საჭიროება, რაც მომხმარებლებს გააჩნიათ. ანუ ის რაღაცა გეფი მომხმარებლების აზროვნებაში, რომელიც ამოვსებული და შევსებული არ არის სხვა უკვე ძლიერი ბრენდით, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც ესეთ ძლიერ ბრენდთან ვიწყებთ პირდაპირ ჭიდილს, ანუ წითელ ოკეანეს ეძახიან ხოლმე ამას ბიზნესურ ენაზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარკეტერებს ესეთი ხედვა გქონდეს ხოლმე, რომ დავინახოთ ლურჯი ოკეანე, სად არის ის საინტერესო მიგნება, რომელიც ჯერ სხვას არ მიუგნია და ამ მიმართულებით მე უკვე დავიწყოთ ბრენდის პოზიციონირება და შენება. ბიზნესის ზრდა, ეს არის პრინციპში ცალსახა მარკეტინგის ძალა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა აქტივობა, რომელსაც მარკეტერი ახორციელებს, ეს არის კონკრეტულად კომერციისკენ და გაყიდვებისკენ მიმართული და შესაბამისად ერთი წერილიც კი, რომელიც მარკეტინგის ხასიათიდან გამომდინარე იგზავნება მომხმარებელთან, ესეც კი შეიძლება იყოს ბიზნესის ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი. სამხმარებლო ქცევის ცვლილება, ასევე
ჩვენ ვფლობთ ამ დიდ ძალას, იმიტომ რომ შეგვიძლია დავინახოთ ასევე შესაძლებლობები რომლებიც ჯერჯერობით ბაზარზე არ არის ასევე ათვისებული, აი მაგალითად დიდი სამხარებლო ქცევის ცვლილება, რაც მოხდა ბოლო პერიოდში, ეს არის e-commerce-ზე გადართვა ადამიანების და შესაბამისად აი ეს e-commerce-ის მიგნებაც და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ მარკეტერებს, კვლევარებს მიეწერება, იმიტომ რომ ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ სხვადასხვა არხებს განვიხილავთ საკომუნიკაციოდ, შეიძლება ამ ყველაფერში რაღაც ისეთი კომპონენტი აღმოვაჩინოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას. შესაბამისად, აი, როდესაც ჩვენს გონებას აქეთკენ მიმართავთ, რომ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება უნდა გამარტივდეს და რაღაცა ცვლილებები უნდა მოვიტანოთ, ამ შემთხვევაში მე უკვე ძალიან კრეატიული ხდება ხოლმე ჩვენი აზროვნებაც. სამხარებლო ქცევაში ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ იქცევიან ახლა ამჟამად ჩვენი მომხმარებლები და შეიძლება დაგვჭირდეს კონკრეტულად აი რაღაცა კონკრეტული ქცევების შეცვლაზე მუშაობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესე სტიგმები და კონკრეტული შეხედულებები არსებობს ხოლმე მომხმარებლებისგან რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით, რისიც ცოტა მნიშვნელოვანია როგორც მარკეტერებისთვის, რომ სწორად გავთვალოთ და მერე უკვე ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ შევცვალოთ, ან როგორ გვაწყობს ჩვენს კომპანიას მომხმარებლების ქცევის ცვლილება. მომხმარებლების სურვილების და საჭიროების დაკმაყოფილება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი კომპონენტი და კულტურული და სოციალური ცვლილებები. ჩვენ წეღან შევეხეთ ზუსტად იმას, რომ მარკეტინგი მიმართულია სწორედ სოციალური აქტივობებისკენ, თუმცა შეიძლება ჩვენ ვიყოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ რაღაცა კულტურული და სოციალური ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით კოკა-კოლას ისტორია და სანტა-კლაუსის ისტორია შეიძლება იცოდეთ ძალიან ბევრმა თქვენგანმა, მაგრამ მინდა რომ კიდე ერთხელ შევეხოთ და თუკი მოსმენილი გაქვთ ეს ისტორია რაღაცა ახალი პერსპექტივიდან დაგანახოთ. როგორც ასეთი ცნობილია, რომ სანტა-კლაუსი პერსონაჟი და მისი ესეთი პოპულარიზაცია კოკა-კოლას ბრენდთან არის დაკავშირებული, რაც სიმართლეა, რა თქმა უნდა, თუმცა რაღაცა თავიდან იყო ხოლმე შეხედულება, რომ ზოგადად მთლიანი ბრენდინგი სანტა-კლაუსის კოკა-კოლამ შექმნა, მაგრამ რეალურად კოკა-კოლამდე არსებობდა უკვე დიზაინები სანტა-კლაუსის ფორმის და ასე შემდეგ, რომელიც გავრცელებული იყო საზოგადოებაში, თუმცა ის პოპულარიზაცია და ის პოპულარობა, რაც ახლა სანტა-კლაუსს აქვს, როგორი ფორმითაც არის წარმოდგენილი ჩვენთან, რაღაცა წითელი ფორმით, წვერებით, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, ეს არის კოკა-კოლის ძალიან დიდი ნაშრომი, აიღეს პერსონაჟი, რომელიც ადამიანებს გააერთიანებდა, შეეყვარებდა თავს და საბოლოო ჯამში მერე ბრენდთან იქნებოდა დაკავშირებული. რაღაცა დროთა განმავლობაში თვითონ სანტა-კლაუსმა ცალკეულად იმდენად დაიმკვიდრა ადგილი, რომ მერე კოკა-კოლას გარეშე განვითარდა, ესე რომ ვთქვათ, თუმცა მარკეტერებისთვის ძალიან კარგი მაგალითია ხოლმე თუ რამდენად შეიძლება პოპულარული გახადოს რაღაცა კონკრეტული პერსონაჟი ან კონკრეტული ქმედება ერთმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რომლებიც მერე საბოლოო ჯამში ისევ ძლიერი ბრენდებიდან მომდინარეობს. მინდა რომ თქვენ გკითხოთ, ხო არ გახსენდებათ რომელი ესეთი სოციალური ან კულტურული ცვლილება, რომელიც ფიქრობთ, რომ რაღაცა კონკრეტულმა კამპანიამ, მარკეტინგულმა აქტივობამ გამოიწვია. ანა ბოდიშით. გასაუბრებთ. ბოდიში გავაგრძელო? კი, ანა კი. იცით რა, ესე გადაჭრით შეიძლება ვერ ვთქვათ ქართული ბაზრის რეალობას ხსენებ მაინც, თორემ უფრო საერთაშორისო ბრენდებზე შეიძლება უფრო მეტი იყოს რა სათქმელი მაგკუთხით. სადაზღვეო ალდაგის ძაღლის მაგალითი იყო, მე მგონი რაღაცა რა დაახლოებით ამ ტიპის შინაარსის კამპანია და ჩემი აზრით პირველ ეტაპზე და ისეთი ეს გამოიწვია თვითონ ძაღლის პიჯაკში გამოჩენამ, თუმცა საბოლოოდ იყო რაღაცნაირად პერსონიფიცირება, ესე ვთქვათ, მეგობარი, დაზღვევა, ძაღლი, რომელიც ყოველთვის დაგიცავს და ნუ ყოველთვის მზად არის, რომ სადღაც დაგეხმაროს რა. და მგონია, რომ კარგი მიგნება იყო, უბრალოდ სადღაც უფრო მალე გააჩერეს, ვიდრე
შეიძლება. ზოგადად ესეთ აქტივობები, რა თქმა უნდა, მე დიდ ბიუჯეტებთან არის ხოლმე დაკავშირებული და შესაბამისად რაღაც ეტაპზე კომპანიები წყვეტენ ხოლმე კვებას ამ აქტივობების, რაც იწვევს მე რაღაცა ძალიან დიდ გეპს ამ აქტივობასა და ამჟამინდელ პოზიციონირებას შორის. თუმცა ძალიან კარგი მაგალითია კი ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი იყო. აი საქართველოში ახლა თუ შევახებით ქართული კომპანიების აქტივობებს ხოლმე, შეიძლება ესე პირველ წყარო რაღაცა კონკრეტული აქტივობის დაგოუწყდეს და მივიწყებული იყოს ხოლმე, თუმცა საბოლოო ჯამში რაღაცა ჯაჭვური ეფექტი იქნება ხოლმე და ისე იმკვიდრებს რაღაცა კულტურული, აი როგორ ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ ღირებულებებზე მორგებული კამპანიები ხოლმე მე ჩვენ საზოგადოებაში ფეხს, რომ საერთოდ გვავიცდება პირველი ვინ იყო. პირველმა ვინ გააკეთა რაღაცა ესეთი აქტივობა. მარიამს აქვს ხელი აწეული, მე როგორ ვხედავ. დიახ, ანუ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც გამახსნა დოვირო არის Real Beauty, აი სლოგანი რო აქვს, ანუ მაგ კომპანიამ ზოგადად გამახვილა ყურადღება სხეულის პოზიტიურობას და ანუ რეალურ სილამაზეზე, როგორც ისინი აღნიშნავენ და ზოგადად გამოირჩეოდა ანუ ქალების სხვადასხვა ასაკის და ფორმის წარმოჩენით, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა ტრადიციულ სილამაზის სტანდარტებს. კი, ძალიან კარგი მაგალითია, ასე body shaming-ის მიმართულებით ძალიან ბევრი პრინციპში კამპანიები რაც ხდებოდა ხოლმე, ყველა იყო მიმართული რაღაცა მოდის ინდუსტრიის გავლენა იყო ხოლმე გამოსული ყოველთვის რეკლამებზეც და შესაბამისად მოდელები ხდებოდნენ უმეტესწილად სახიობებით ძალიან fit რაღაცა გამხდარი ადამიანები და რაღაცა კონკრეტული სილამაზის სტანდარტები არსებობდა ხოლმე, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა რეკლამაში, რადგან წარმატებული ყოფილიყო. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ მე უკვე დაუმატა სხვა მსგავსი მიმართულების კომპანიებმა თავიანთ პასუხისმგებლობა დაიღეს, რომ მოხდეს ყველანაირი ტიპის ადამიანების პოზიციონირება, როგორც ლამაზ ადამიანად და არ იყოს რაღაცა ესე მიკერძუებული სტანდარტების სილამაზის. მადლობა. ანა, ხელი გაქვთ აწეული? დიახ, აი მე ქართულ ბაზარზე მახსენდება რაღაცნაირად სარაჯიშვილი. იმიტომ რომ ისეთი რეკლამები აქვთ, ძალიან სწორი მარკეტინგი მგონია რომ აქვთ რა. ყველაზე ისეთი ცნობილი, დახვეწილი რაღაცა ქართული მსახიობები ვინც არიან, რაღაცა ფილმის კადრები ვით იღებენ რეკლამებს და ანუ ხო საცმელია, მაგრამ საცმელი ძალიან მეათე ხარისხოვნა ჩანს და ყურადღებას იპყრობს ამ იმით. მგონია რომ ძალიან სწორი გათვლა აქვთ. კი ბატონო. მადლობა. მოდი გადავალიხო უკვე ისევ შემდეგ სლაიდზე და აქ მინდა გკითხოთ. აქციაც და მოგვიანებით ხელით შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის მაგალითად ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი შეიძლება ითქვას აქვს საქართველოს ბანკს რეკლამები, ისიც აი ფიქრობ რომ ლიდერობენ ქართულ ბაზარზე ამ მხრივ და საკმაოდ მისაბაძები არიან და განსაკუთრებით მომწონს ხოლმე, როდესაც თანაგრძნობას გამოთქვავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და აი ამ განხრით ანუ კარგი ისა აქვთ არჩეული. კი ბატონო. ანუ სწორად აქვთ მიზნები არჩეული და ესეც ეხმიანება ზუსტად იმას, რაც ჩვენ წერან ვისაუბრეთ, ხო? ანუ გიებულებებს ადამიანებისას ცდილობენ რომ ზუსტად აი იმ ძირითად ტკივილებს შეეხან ხოლმე, რაც საზოგადოებას კი, ზუსტად იმ წერტილებს პოულობენ ხოლმე, სადაც ზუსტად გასაშვებია ხოლმე იმ მომენტში რეკლამა. კი ბატონო. ეხლა მინდა გკითხოთ, რომელი არის თქვენი საყვარელი ბრენდი და თან მითხრათ რატომ? ანუ როგორ შეგაყვარათ თავი ამ ბრენდმა? ანა, გისმენთ? გოგო ჩაშვილს აქვს. Coca-Cola. მე ვარ. ახალწლო, აი ეს რაღაცა რეკლამები და მატარების ჩავლა არის აი ჩემი საყვარელი პროცესი, არ ვიცი, გიხდები. კი ბატონო. თამარ თქვენ? ჩემსას მე მაქვს ესი ამოჩემებული ერთი ბრენდი. აი რომ გითხრათ ზუსტად კონკრეტული მიზეზი მაქვს მეთქი რის გამოც ამოვიჩემე და გავგიჟდი ამ ბრენდზე არ არსებობს ეს მიზეზი და ვერ დავასახელებ ეს არის მიამა აი თავიდანვე მაგალითად როცა დავიწყე სოციალური მედია აი მთლიანი პრეზენტაციები მაქვს მაგაზია წყობილი და საკმაოდ გავაგიყვართ ძალიან თუ ზოგადად როგორც გავამეყვარს ძალიან აი ყავის გარეშე ყავით იწყება ჩემი დილა და ყავის დალევით ვამთავრებ თუმცა რო გითხრათ მიამას ვამეთქი მარტო და სხვა ყავას არ ამეთქი აი ცოლებრივ ყავას მივირთმევ და არ ვარ რაღაცა მიამაზე მაგრამ აი თვითონ მიამას
ბრენდი მიყვარს, არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორ მოახერხეს, მაგრამ ხალხში სხვათა შორის აქვთ ესეთი რაღაც ანუ არ ვიცი ამას სწორი სახელი როგორ მოუძებნო, ხალხში აქვთ სიყვარული დამსახურებული, თუმცა რამე კონკრეტული ქმედება, რის გამოც ეს გამოიწვიეს, არ ვიცი, მაგას ვერ პოულობ, იმიტომ რომ არც განსხვავებული რეკლამები არ აქვთ, არც რაღაც კუთხით მისაბაძები არ არიან, მაინდა-მაინც მაგაზე ძალიან ბევრი გემრიელი ყავა არსებობს და მიგვირთმევიან. თუმცა არის რაღაცა, აქვთ რაღაცა, რის გამოც ესე გაითქვეს სახელი მიამამ და აი მაგათ კომპანიაში იმდენად ვოცნებობოდეს მე მეთქი მოხვედრას რომ ყველა პოზიციაზე თანახმა ვარ მეთქი აი მთელი პრეზენტაციები სულ მიამაზე მქონდა გაკეთებული ბოდიში შეიძლება რომ უპასუხო ამაზე ზუსტად ვიცი აქვთ არც ერთ კომპანია საქართველოში არ ქონია და ამ ყავის და სასმლის ინდუსტრიას დაგარკვეული ვარ არასოდეს არავის ესეთი ის არ ქონია რომ 3 და 5 ლარად ანუ ბათუმში ზღვის სეზონზე მე ამას ჯიხურები იყო ყველა იმაში რა ქვია 2 კილომეტრში და ესეთი ფასები იყო 2-ზე 3-ზე და ისეთ შეღავათიან და საოცარ ფასებს თავაზობენ რომ აი ამიტომ არის რომ ხალხს ძალიან უყვარს მე ძალიან მიყვარს და ანუ კი ახლა ფასი არ გავამახვილე დიდად ყურადღება იმიტომ რომ ბევრი ყავა არის მსგავსი ფასით და ანუ არც ისეთი დაბალი ფასი არ აქვს რომ თქვათ რომ აი ძალიან იაფია არც მაღალი ფასი და ნუ ხელმისაწვდომია ყოველი ჩვენ თაგანისთვის არ არის რაღაც კატასტროფული გარდა ამისა ინოვაციურადაც ძალიან ლიდერობენ და ანალოგი არ აყავთ საქართველოში რა აპარატურაც მაგათ აქვთ თამარ ძალიან დიდი მადლობა სხვებსაც მიცეთ რომ ძალიან დიდი პრეზენტაცია გვაქვს და ცოტა დროში შეზღუდული ვართ გისმენთ ვისაც არ ჩავიც აი გამარჯობა მე არ მისაუბრია მე არ ვარ ახლა ამ სფეროში ჩართული მაგრამ უბრალოდ ძალიან მაინტერესებს რაღაც ახალი მიმართულებისათვის და მარკეტინგი ზოგადად ისეთი საკითხია რომელიც ანუ შეიძლება შენი იდეაც გაყიდო და იცოდე ეგ როგორ შეფუთო და ჩემი ინტერესისაგანი უფრო რაღაც სხვა მიმართულებითაც არის მაგრამ ახლა თქვენ რადგან საუბრობთ ბრენდებზე აქ საკითხია იმაზე რომელიც უფრო მეტად ვირუსულად გავარდება და გამახსოვრდება თუ ერთია ჩვენი გამოცდილება მე ამა მეყარება მაკდონალდი თუ ანუ იმ ხარისხს მე როგორც ვაფასებ მაგალითად ახლა აი ამ ნახატებიდან რომელიც არის ბრენდების ლოგოები ყველაზე მეტად აი რომელიც ვირუსულად იყო ეს რაღაცა რაც მახსენდება Nike-ის არის Sneakers-ის ქართულ რეალობაში წაულ Sneakers-ს ამბავი და ალბათ მაგას გულისხმობდით ხო ანა დაუშვათ ჩვენი ხაერცია რომელიც სუბიექტური დამოკიდებულება გვაქვს ბრენდის მიმართ მაგრამ ერთია როგორ იმუშავა მარკეტინგმა იქ PR-მა როგორ გავარდა ის რეკლამა ვირუსულად და ასე შემდეგ რომელიც აი Nike-ის დანახვაზე ეგრევე just do it რო გახსენდება და რაღაცა აი უკვე რეკლამა რო გიტივდება თავში ხო ალბათ მაგაზეა საუბარი მიკითხვა ეხებოდა თქვენ სუბიექტურ დამოკიდებულებას, თქვენი საყვარელი ბრენდი რომელია. საბოლოო ჯამში მიზანი არის ის, რომ უბრალოდ რეკლამების გარეშე ბრენდები ვერ შეგვიყვარდება. ანუ საბოლოოდ მივდივართ იქამდე, ანუ კითხვათ იმიტომ დაგისვით, რომ ყველა ბრენდი, რაზეც ილაპარაკეს უკვე ადამიანებმა და დააფიქსირეს თავიანთი აზრი, საბოლოო ჯამში ეს სიყვარული არის განპირობებული ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობით, კომუნიკაციით, შეიძლება აქ მხოლოდ რეკლამას რაღაცა ვიდეო რგოლოს ან პოსტს არ გულისხმობ, ამაში იგულისხმება სხვადასხვა მარკეტინგული კომუნიკაციები და საშუალებები, რომლებსაც ბრენდები იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი თავი დაგვამახსოვრონ, შეგვაყვარონ და მერე უკვე ლოიალურები გავხდეთ. საბოლოო ჯამში მთლიანად კითხვა ემსახურებოდა იმას, რომ მეჩვენებინა თუ როგორ შეიძლება თქვენს გულებში დაიკავოს ბრენდმა ადგილი თავისი მარკეტინგული აქტივობებით. და იას აქვს ხელი აწეული იასაც მეცეთ და ისმეთია მოგესალმებით მე მახსოვს წლების წინ მაგთის რეკლამები რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღემდე ახსოვს ადამიანებს ძალიან დიდი ხნის უკან იყო 10-15 წლის უკან და დღეს აი ბოლო პერიოდის შთამბეჭდავი რეკლამებიდან შემიძლია გავიხსენო ალტას რეკლამა. კი ბატონო.
კი, მაგთი პიონერი იყო ესეთ აქტივობებში და მე ძალიან საინტერესო იყო რამოდენიმე წლის წინ გააკეთეს საიუბილეო 25 წლის გაცოცხლება, ფაქტობრივად შეკვრა ყველა მათი ძველი ვიდეო რგოლის და ახალ რგოლად შეკრეს რაღაცა გაგრძელება მოუფიქრეს ისტორიის. ჩატსაც რო ჩავხედოთ ქართული რეალობებიდან ზოგადად ძალიან ისეთი რეკლამები შეგვიძლია გავხსენოთ, რომლებიც აი რაღაცნაირად ქართულ ისტორიასაც ეხება. ამ რეალობას აი ადამიანებში რაღაცნაირ სხვანაირ განცდებს იწვევს ხოლმე. მაგ დროში იყო ბალი ბიჭუნაც, რომელსაც მთელი საქართველო მოიცვა, მე მგონი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო კიდე ერთ-ერთი. კი ბატონო, აი რაღაცა ძველი რეკლამებიდან გამომდინარე კიდე საინტერესო არის ის, რომ მაშინ იმდენად ძალიან ცოტა საკომუნიკაციო საშუალება არსებობდა და კონკურენციაც შედარებით დაბალი იყო გარკვეულ სფეროებში, შესაბამისად მე ესეთი bold რაღაცა ხმაურიანი კამპანიები კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულად გვახსოვს. აქეთკენ ჩატსაც რო ჩავხედოთ, გვიწერენ რომ McDonald's-ი უყვართ, მიზანმიმართულად, გრამატიკულად არასწორი სლოგანი და ბრენდი სამუდამო ადამიანების მეხსიერებაში. კი ბატონო, McDonald's-იც რაღაცა მის სარგებლიანობას რო არ შევეხოთ როგორც პროდუქტს, როგორც მარკეტინგული აქტივობების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და შესაბამისად აქვს კიდეც შედეგი. გორგიას აქვს არასტანდარტული სახალისო და განსხვავებული PR კამპანია და მარკეტინგული ქმედებები აშკარად მუშაობს. კი ბატონო, გორგიას ყველა კამპანიაც რაღაცა ბოლო პერიოდის აქტივობები ყველა არის მიმართული ისევ იმ საიტებზე, რომლებიც ქართულად გაგვაჩნია, ანუ რაღაცა დაკვირვების შედეგად მიღებული აქტივობებია ეს ყველაფერი. ბალი ვირუსული იყო, გადმორეკე შეუცვლელი, ტექნობუმი, ალბათ სიმღერას გულისხმობთ, რაღაცა ტექნობუმ რო იყო. ლუდიკაია კი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე მისი ვიზუალური სტილით, პოსტებში, მარკეტინგული მიდგომებით და კოპირაიტინგით. კი ბატონო. აი აქაც არის ძალიან გამორჩეული და აი თუ დააკვირდებით რაღაცა როდესაც ბრენდები კონკრეტულ რაღაც განსხვავებულ ნიშას მიაკითხავენ ხოლმე და რა ნიშას იპოვნია და მაგ მიმართულებით აქტიურობენ, მერე უკვე მათი დამახსოვრება უფრო მარტივია, ვიდრე რაღაცა 10 ერთნაირი ლუდის კომპანია, რომელიც ზუსტად ერთნაირი სტილისტიკის მასალებს დებს, აი ესე როგორც მარკეტინგულად არასდროს არ დაგვამახსოვრდება გამორჩეულად. ქართული ბრენდი ჟუჟუნა არ დავკარგოთ, კარგი ინსაიტის ბრენდია, მაგრამ დიდი კამპანიების ფუფუნება არ აქვს სამწუხაროდ და მთელი ბაზარი არ იცნობს. ხო, ჟუჟუნა არის ძალიან ნიშური ბრენდი. და მგონია რომ არც არის საჭიროება რაღაცა ძალიან დიდი მთელი ბაზარი იცნობდეს, იმიტომ რომ იმდენად კომპლექსური ხასიათის ბრენდი და პროდუქტია, რომ მგონია რომ რაღაცა ნიშა აუდიტორიაზე გათვლილი და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებულიც არის. გადაზიდვაზეც ერთი ნომერი ყველას გვახსოვს, კი ბატონო, გურჯაანის ნაყინი, მიყვარს ჟუჟუნა თავისი ჟოს სახსნელით. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ინტერაქცია იყო ეს ვფიქრობ, ძალიან კარგი ბრენდები დაასახელეთ და საბოლოო ჯამში მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ ეს ყველაფერი, ეს ჩვენი სიყვარული და ყველაფერი ისევ და ისევ უკავშირდება მარკეტინგს და მარკეტინგულ აქტივობებს. მოდი ახლა უკვე შევეხოთ მარკეტინგულ განვითარებას, რა განვითარების კომპონენტები გაიარა მარკეტინგმა და ახლა ამჟამად რა ხდება ამ სფეროში, როდესაც ვიცოდეთ. მე წეღანაც ვისაუბრე მომხმარებელზე ორიენტირებულ მარკეტინგზე, ანუ როდესაც თავიდან დაიწყეს კომპანიებმა მარკეტინგული აქტივობები და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ამერიკაში და პირველი დიდი სააგენტოები სწორედ აქ შეიქმნა და რაღაცა ესე დიდ ბიზნეს მიმართულებად შეხედეს ამ ყველაფერს, მაშინ ყველაფერი იყო ორიენტირებული პროდუქტებზე და თავიდან ბოლომდე ყველა კომუნიკაცია კეთდებოდა პროდუქტებზე. თუმცა 21 საუკუნემ მოიტანა ძალიან ბევრი ცვლილება დარეჯან ხმა გაქვთ ჩართული და გავთიშაო რომ არა უშავს. კი ბატონო, ანუ 21 საუკუნე მოიტანა ის, რომ გაჩნდა ძალიან ბევრი საკომუნიკაციო საშუალება, ადამიანებს შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რაც მანამდე ტრადიციული მარკეტინგის საკომუნიკაციო საშუალებებით არ იყო ხოლმე შესაძლებელი, იმიტომ რომ გაზეთში რაღაცა ჩვენს კომენტარს ვერ მივაწერთ ვერსად და ტელევიზორში როდესაც გაზეთს უყურებთ, მაქსიმუმ ჩვენთვის ვიყვიროთ და ვილაპარაკოთ რაღაცები, მაგრამ ანუ როგორც ასეთი ბრენდს ტრადიციული საშუალებებით ვერ გაუკეთებს ფიდბექს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ მედია შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში და
თავთვალეთ ადამიანებმა, რომ ბრენდმა აქეთკენ უნდა იზრუნოს ჩემზე და არა პირიქით. შესაბამისად, მომხმარებლების ინტერესები და მოთხოვნილებები გაიზარდა და ბრენდებს მოუწიათ თავისი სტრატეგიების შეცვლა და მომხმარებლებზე ორიენტირება, ანუ მომხმარებლების შესწავლა, მათი ტკივილების და გამოწვევების შესწავლა და მერე უკვე ამ ყველაფერზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება. ციფრული ტრანსფორმაცია არის მარკეტინგის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ციფრულმა სამყარომ დაიპყრო აბსოლუტურად ყველაფერი და ფაქტობრივად ის კომპანია, რომელიც არ არის წარმოდგენილი ციფრულ საკომუნიკაციო საშუალებებში, ან არ ფლობს რაიმე ციფრულ საკომუნიკაციო ვებ-გვერდს ან აპლიკაციას, ან რომელიმე მაგალითად e-commerce მიმართულებით არ არის განვითარებული, ფაქტობრივად წარმოუდგენელია მისი წარმატება, იმიტომ რომ ადამიანები თავიდან ბოლომდე ვიღებთ ინფორმაციას ციფრული პლატფორმებიდან. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი აუდიტორია, აუცილებლად იყენებს რაღაცა კონკრეტული ტიპის ციფრულ მოწყობილობას და ციფრულ მედიას. შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია რაღაცა ძალიან ძნელი პროცესი აღმოჩნდა კომპანიებისთვის, იმიტომ რომ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ტექნიკური ცოდნა არის საჭირო და მარტივად ვერ შეძლეს კომპანიებმა გადართვა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა ხოლმე COVID-ამდე ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომ საკმაოდ გაციფრულებულია ყველაფერი, COVID-მა გვაჩვენა, რომ თურმე მასე არ არის ძალიან ბევრი შეხედულება დაიმსხვრა და აღმოჩნდა, რომ ქართული ბრენდები არ იყვნენ მზად ციფრულად პოზიციონირებებისთვის და აი COVID-ი ძალიან გარდამტეხი იყო. ძალიან ბევრ კომპანიას მოუწია, რომ უცებ მიიღო რაღაცა გადაწყვეტილებები და ეპოვა საშუალებები, რომლის დახმარებითაც ციფრულად იქნებოდა წარმოდგენილი და შესაბამისად აი ეს ციფრულ ტრანსფორმაციის კომპონენტების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ინოვაციები მარკეტინგში და ამ მხრივ ძალიან ვითარდება სამყარო და შესაბამისად ჩვენი ყოველდღიურობაც, როგორც მარკეტერების, გაჩნდა ყოველდღიურობაში augmented reality აპლიკაციები, VR სათვალეები, რომლებიც ძალიან საინტერესო მარკეტინგული აქტივობებიცაა წარმოა, ასევე რაღაცა სარკეები და პორტალები, რომლებიც აკავშირებენ ერთმანეთთან სხვადასხვა ქალაქებს, ქვეყნებს და ასე შემდეგ. ბევრი მსგავსი რაღაცა ინოვაციური, ტექნოლოგიური მახასიათებლები გამოყენებულია ხოლმე ბევრ მარკეტინგულ აქტივობებში. ჩვენც როგორც მარკეტერებს მოგვეთხოვება, რომ მუდმივად კვლევაში ვიყოთ და ვიცოდეთ რა არის ბაზარზე ინოვაციური, რისი გამოყენება შეიძლება, რაში შეიძლება ვიყოთ პირველები და რა თქმა უნდა, ვერ ავუვლით გვერდს AI-ის კომპონენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მარკეტინგის, თუმცა აქ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ AI არ გამხდარა ჩამონაცვლებელი მარკეტერების, კოპირაითერების და ასე შემდეგ, ეს ფაქტობრივად გახდა დამხმარე ხელსაწყო, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ძალიან საინტერესო რაღაცა ასისტენტი იყოს, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურობაში და მაგის გარდა AI-ში არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ChatGPT-ს, რომ ან რაღაც ნებისმიერ Gemini, უბრალოდ chat AI მოწყობილობებს, სადაც მიწერა და მოწერა არის შესაძლებელი, AI-ში იგულისხმება ბევრი სხვადასხვა პლატფორმა, რომელიც ძალიან საინტერესო სერვისებს გვთავაზობს, მაგალითად, ხმის დაგენერირება, მუსიკების შექმნა, კოდების გაწერა, ინტერიერის დიზაინი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გათვითცნობიერებულები ვიყოთ, რა ხდება ბაზარზე, რომ მერე მოვახერხოთ ამ ყველაფრის ინტეგრაცია ჩვენს მარკეტინგულ კამპანიებში. და მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა, ამაზე წეღანაც ვისაუბრე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია არის სწორედ ეს, სოციალური პასუხისმგებლობა და ისეთი პროდუქტის და კომუნიკაციების წარმოება, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ გაუფრთხილდეთ მაგალითად დედამიწას, ვიზრუნოთ ადამიანებზე, რაღაცა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი მოწყვლადი საკითხი არსებობს, რა მიმართულებითაც შეიძლება, რომ მოხდეს დამუშავება თქვენი პროდუქტის, სერვისის და მერე უკვე რა თქმა უნდა კომუნიკაციებისაც და ნუ სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მარკეტინგის. ადრე რაღაცა როგორც ცალკე მდგომი ისე განიხილებოდა ხოლმე სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიებში, მაგრამ დღეს არის მარკეტინგული აქტივობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუმცა აქ სოციალურ პასუხისმგებლობაში უნდა გავითვალისწინოთ ხასიათი, რაღაცა ძალიან დიდი ათდენა არ უნდა იყოს ჩვენ სოციალურ პასუხისმგებლობის კამპანიასა და ჩვენს ბრენდს შორის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ დალინკვა მოხდეს ჩვენი აქტივობების და ბრენდის, ანუ ახლოს მდგომ საკითხს უნდა შევეხოთ ხოლმე აუცილებლად.
რაც შეეხება გამოწვევებს მარკეტინგში, ამასაც რო შევეხოთ, ამ მიმართულებით გამოვყავი სამი ძირითადი კომპონენტი. ეს არის მომხმარებლების მოლოდინები. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა მარკეტერებისთვის, იმიტომ რომ რაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი კვლევა არის ძალიან კარგად ჩატარებული, ბევრი კითხვა დაუსვით მომხმარებელს და ასე შემდეგ, შეიძლება არსებობდეს რაღაცა ბარიერი, სადაც რაღაცა საკითხს ვერ მივაგვლიეთ ისე კარგად, როგორც საჭირო იყო და გაგვეპაროს მომხმარებლების მოლოდინები. და შესაბამისად ვერ შეძლოთ მე მაგ ყველაფრის დაკმაყოფილებაც. მაგის გარდა შეიძლება მომხმარებლის მოლოდინები გამოწვევა ისევ და ისევ ჩვენი თავისგან იყოს გამოწვეული, იმიტომ რომ ჩვენი კომუნიკაციით შევქმნით ისეთი მოლოდინები, ანუ გადაჭარბებულად მოხდა რაღაცის გარეკლამება, რომ ადამიანს გაუშვდა ისეთი მოლოდინები, რასაც ფიზიკურად ჩვენი პროდუქტი და სერვისი ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, აი ამის მართვა და დაბალანსება და ოქროს შუალედის პოვნა არის ხოლმე ძალიან ძნელიც, მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი კონკურენცია და ბაზრის ცვლილება, ამასაც რო შევეხოთ, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ კონკურენცია ყოველდღიურად იმატებს, ყოველდღიურად კი არა, ყოველწამიერად რაღაცა ახალი ბრენდი შემოდის, რაღაცა ახალი კომპანია შემოდის, რომელიც რა თქმა უნდა, ამ კომპანიებსაც აქვს თავიანთი სტრატეგიები ბაზარზე შესვლის, რაღაცა კონკრეტული უპირატესობები ჩვენთან შედარებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ვაკონტროლოთ, ვნახოთ სხვები რას აკეთებენ, რომ ჩვენც მერე საპასუხოდ რაღაცებზე დავიგეგმოთ ხოლმე და მართული იყოს ეს კრიზისული სიტუაცია. და რაც შეეხება ბაზრის ცვლილებას, ეს ბაზრის ცვლილებაში შეგვიძლია განვიხილოთ არა მარტო ზოგადად ადამიანების შეხედულების ცვლილება ან რაღაცა ეკონომიკური ნაწილი, ასევე ყოველდღიური ამბები, რომლებიც ცვლის კონტექსტს თავიდან ბოლომდე ჩვენი კომუნიკაციების. ამიტომ მარკეტერის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ყოველდღიურად არის ხოლმე ის, რომ გადაავლოს რა ხდება, თვალი გარშემო რა ხდება, რაღაცა ისეთი ხო არ არის, რაც მერე ჩვენს უკვე გამზადებულ კომუნიკაციას არასწორად წარმოაჩენს, იმიტომ რომ შეიძლება კონტექსტი ისეთი შეიქმნას, რომ ერთი სიტყვაც კი გახდეს ძალიან დიდი პრობლემის სათავე. და ვადგებით სწორედ აი აქედან ეთიკურ დილემებს, რომლებიც მარკეტერებს ძალიან ხშირად გვიდგება ხოლმე. ეს ეთიკური დილემები შეიძლება იყოს როგორც ასეთი მაგალითად კომუნიკაცია რა სიტყვებით ჩაუშვათ, ასევე ეთიკური დილემები ხშირად არის ხოლმე თუნდაც მაგალითად როგორ ვიყენებთ ჩვენს დეითას, ანუ მომხმარებლების ბაზა რაც გვიგროვდება, ამას რამდენად ეთიკურად ვეპყრობით, ანუ ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაციების მართვა რამდენად ეთიკურად ხდება. ეს არის ერთ-ერთი ტექნიკური ნაწილი. თუმცა უმეტესწილად ეს ეთიკური დილემები და კრიზისები არის ხოლმე გამომდინარე ისეთი კომუნიკაციებით, რომლებმაც რომლის ჩაშვების დროსაც სადღაც რაღაცა გაგვეპარა და კრიტიკული თვალით, როდესაც უყურებდით, თქვათ ბოლომდე კრიტიკული თვალით ვერ შევხედეთ. ესეთი მაგალითი მაქვს ეხლა თქვენთან წარმოდგენილი დავის. ჩვენ წეგან დავი ვახსენეთ, როგორც კომპანია, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანების body positivity-ს, ანუ ბევრი სასიკეთო რაღაცა გააკეთა, თუმცა ეხა ეს მაგალითი ცოტა პირიქით არის. მოკლედ ეს არის ამონარიდი, ანუ სკრინები არის ამოღებული ფოტოების, კადრების, რომელიც განათავსეს მათ Facebook-ის გვერდზე. არის საკმაოდ ძველი 2017 წლის წინანდელი ეს არის რა ქვია, რეკლამა. მოკლედ საკითხი არის ის, რომ დავის ლოსიონია და ერთი შეხედვით ახლა ამ კადრებს რო ვუყურებთ, ჩანს, რომ თითქოს აი ამ ლოსიონის გამოყენების მერე ფერადკანიანი ადამიანი ხდება თეთრკანიანი. რაც ძალიან არაეთიკურია და შესაბამისად ადამიანების მადისკრიმინებელი, ხო? კი, დისკრიმინაციულია და შესაბამისად ადამიანებმაც ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოხატეს, დაიწყეს დაქენსელება დავის და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ნახეთ რაშია საქმე. მე მინდა გაჩვენოთ სრული ვიდეო ამ კამპანიის. ანუ ვრცელდებოდა ის სკრინები, რაც მე მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ ეხლა YouTube-ზე დასკრინშოტებული როგორი იყო ზოგადად მთლიანი ვიდეო. ანუ მეორე ადამიანი, ის იცვლის მესამე ადამიანი. ანუ ეს არის ძალიან მოკლე მონაკვეთი,
გადაღებული, რაც YouTube-ზე მივაკლია, თუმცა საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად კომპანიამ საერთოდ ვერ გათვალა, რომ მისი რეკლამა, რომელიც აჩვენებდა იმას, რომ მისი პროდუქტი არის უნივერსალური და აბსოლუტურად ყველა კანის ტიპის ადამიანს შეუძლია რომ მოიხმაროს და ანუ არასხვავებს, ანუ მიზანი იყო ის, რომ კომპანია არასხვავებს კანის ფერის მიხედვით ადამიანებს, რასის მიხედვით არასხვავებს ადამიანებს და სწორედ მაგიტომ გამოიყენა, რომ ანუ სხვადასხვა ტიპის ადამიანები ენაცვლებიან ერთმანეთს კადრში, თუმცა საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ რადგან ფერადკანიანი ადამიანის მერე მოდის თეთრკანიანი ადამიანი, მომხმარებლებმა და ადამიანებმა აღიქვას ეს როგორც დისკრიმინაცია და კონტექსტი გამოვიდა ის, რომ თითქოს ეს საცხი პირიქით ადამიანებს ათეთრებს. ესეთი რაღაცა, რაც ჩვენს ჩანაფიქრში საერთოდ არ ყოფილა. ყოფილიყო რომ აშავებს ან რაღაც ეგ არის. აი ზუსტად ეგ მინდოდა. ერთი რაღაც რომ ვირუსულად გავრცელდება რაღაც კადრი ბოდიშის რო ჩავერთე ანუ აღქმადობა რომ იკარგება ეგეც საფრთხილო რაღაცაა ხო კი აი ზუსტად მანდ მივდივარ ეგ მიმართულებების მინდა რომ განვიხილოთ ანუ პირიქით რო ყოფილიყო ეს ყველაფერი მაგალითად რაღაცა ჯერ თეთრკანიანი ადამიანი ყოფილიყო და მერე ფერადკანიანი ადამიანი ეს კონტექსტი შეიძლება და საერთოდ არ ყოფილიყო მეორე მხრივ ბიზნესსაც ეხა დავსაც თავის მხრივ ქონდა თავის სიმართლე ანუ არ ყოფილა მისი მიზანი დისკრიმინაცია მაგალითად რავი თუ გავიხსენებთ რომ ზოგიერთ რეკლამას სადაც ადამიანი ფერადკანიანი შედის ანუ აგდებენ სარწყის მანქანაში და იქიდან თეთრი გამოდის ანუ ასეთი შინაარსის რეკლამა არ უნდა რომ გაეკეთებინა დავს თუმცა აი რაღაცა ესეთი პატარა შეცდომის გამო შეიძლება ძალიან დიდი ეთიკური კრიზისი დაუდგეს კომპანიას. რა თქმა უნდა, მე ძალიან მალე მოიხადა ბოდიში, ახსნეს ყველაფერი და ასე შემდეგ, თუმცა გარკვეული ზიანი ამ მხრივ რა თქმა უნდა ბრენდს მიადგებოდა. აქვე ანა იწერება ჩატში, რომ დავის შეცდომების კონტექსტში აუცილებლად თქვა ავერსის კლინიკის ბარიატრიული ოპერაციის PR კამპანია. კი ბატონო, საშინელებაა დღემდე თუდად ხვდები რომ ხდება ქალაქში. მე მგონი სად გაგარინისკენ იყო ჩარჩენილი ძალიან დიდხანს, ანუ და ასევე ღიმილზე აქვთ კიდე რაღაცა ძალიან ცუდი რგოლი უბრალოდ ქართულები არ მინდოდა დღეს რომ მომეტანა თქვენთან თუ გახსოვთ ავერსის კლინიკის ეს ბარიატრიული ოპერაციის PR კამპანია ვინც არ იცით იყო ბანერი სადაც ჭარბწონიანი ადამიანია წარმოდგენილი და მეორე მხარეს არის გამხდარი ადამიანი და სლოგანი თუ წარწერა იყო ზუსტად ანა თუ შეგიძლია რომ გამახსენო რა ეწერა იმიტომ რომ რაღაც ბედნიერი გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია კი ბატონო ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც რაღაცა იდეა რაც მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგია, ამას საოცარი შედეგები ექნება და ასე შემდეგ, ყავდეს თიმში ისეთი ადამიანები, რომლებსაც შევახედებთ, ანუ ხანდახან როდესაც ჩვენ თვითონ მუშაობთ რაღაცა კონტექსტზე და კამპანიაზე ვეღარ ვხედავთ ხოლმე მერე მის უარყოფით მხარეებს და რაღაცა გზებს, რომლებიც შეიძლება რომ ძალიან ცუდად მიიღოს მომხმარებლებმა. ეხა ავერს ქონდა კიდე ბოლო რაღაცა ბანერები, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატის რაღაცა ფერებში იყო ლენტი გაკეთებული და მეორე დღესვე შეცვალეს, იმიტომ რომ მაგაზეც მომხმარებლებმა გაამახვილეს ყურადღება. აი, ძალიან ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა ჩვენ შემთხვევაში. შეიძლება ეს ეთიკური დილემები დაგვიდგეს ისევ ჩვენი თავიდან გამომდინარე, გულისხმობ რაღაცა ჩვენი შეხედულება ძალიან არ დაემთხეს ადამიანების შეხედულებებს, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება გაგვეპაროს მსგავსი რაღაცები და მე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად ვმართოთ ესეთი кейსები. პრინციპში ამით ვასრულებთ ჩვენს სესიას მარკეტინგის როლზე და ძალაზე. თუ ვინმეს გაქვთ მაგალითად თუ ვინმეს გინდათ რომ გაიხსენოთ მსგავსი მაგალითი, როდესაც კომპანიამ რაღაცა ძალიან ცუდი გააკეთა, შეიძლება დაფიქრებულად, შეიძლება დაუფიქრებლად, ძალიან საინტერესო იქნება 1-2 кейსი რომ განვიხილოთ თქვენთან ერთად. ვინმეს თუ გახსენდება რომ გააკეთა თქვით გავარჯობა ბალენსია გამახსენდება მე ბოლოს რაღაცა ბავშვის სექსუალური თევზჭროების ის იყო ხო ეგ მახსენდება მე ყველაზე ცუდად ამ ბოლო დროს ავერსი არ მახსოვდა ნამდვილად თქვენ გამახსენდა ბალენსიაგა ნამდვილად გახმაურებული ამბავი იყო ია თქვენ ამბობდით კიდევ რაღაცას მე პირიქით მახსოვს KFC-ის შეცდომის გამოსასწორებლად გაკეთებული რეკლამა. აბა რა შეცდომა? ქათმის ხორცი რომ არ ვთქვათ, ჰქონდათ დროულად და ვერ
მიაწოდეთ დროულად მომხმარებლებს საკვები და გაბრაზებულ მომხმარებლებს თვითონ რომ გაუკეთეს თავიანთ თავზე ისე ცოტა გაშარჟებული რეკლამა. თუ გახსოვთ ეს. ანუ კი აღარ ეწერა ბანერზე, ფაქს ეწერა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. სხვა მე მგონი აღარავინ აღარ იწევს ხელს, მაგრამ მგონი შეგვიძლია რომ გადავიდეთ კურსის პრეზენტაციაზე, ხო? მარიამ სუმბათაშვილმა იკითხა ხელი. მარიამ, აბა გისმენთ. ავერთი ის მახსოვს, არ ვიცი ხა თქვენს თუ არა გამიჭედა ინტერნეტო, ვეღარ მოусმინე. აი ეს იყო Coolest Monkey in Jungle, აი არ მახსოვს. HMC რო არის რაღაც ანუ ბრენდის და რეკლამო კომპანიასაც ჩავგანიანი ბავშვი აი სურდა წარწერით რომ იმასთან ჯუნგლების ყველაზე მაგარი მაიმუნია და ასე იგი და გადადის კრიტიკა გამოიწვია ამან და შემდეგ დიახ იზოლებული გახადა კომპანია რომ ბოდიში მოეხადა სარეკლამო და კომპანია შეეწყვიტა. აი კი ბატონო. მახსენდა ეგ. ეგეც ძალიან კარგი кейსია. მადლობა მარიამ. არგით მეგობრებო. მეგობრებო, იდეაში ჩვენი კურსის პრეზენტაციის ფარგლებში ჩვენ ისევ ვისაუბრებთ მარკეტინგზე, ამიტომ გთხოვთ რომ ბოლომდე დარჩეთ. მოკლედ, რაღაცა გადასვლა გავაკეთოთ ახლა უშუალოდ კურსისთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდებაზე. მან მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. იქიდან გამომდინარე, რომ აი ახლა ამ შეხვედრის ფარგლებშიც რაღაცა საათი და 20 წუთია ვსაუბრობთ მარკეტინგის ძალაზე და მის კომპონენტებზე. ეს არის ფაქტობრივად ზღვაში წვეთი, მთლიანად მარკეტინგთან დაკავშირებით, რაც შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, განვიხილოთ და შევისწავლოთ. ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რაც იყო ზუსტად ის ძირითადი мотиваცია ჩემი და Smart აკადემიის რომ განგვეახლებინა ეს კურსი და შეგვექმნა ისეთი კურსი, რომელიც იქნებოდა ძალიან კომპლექსური, დაკომპლექტებული როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დავალებებით, რომელიც თელი რაღაცა 4 თვიანი კურსის ფარგლებში მოგცემდეთ შესაძლებლობას, რომ დაუფლებოდით ყველა კომპონენტს, რომელიც დაგჭირდებათ მარკეტინგის სფეროში სამუშაოდ. ზოგადად კურსი არის გათვლილი შემდეგი ტიპის ადამიანებზე, მაგალითად მარკეტინგის მიმართულებით კარიერის დასაწყებად და ისე დაინტერესებული პირებისთვის, ასევე შეიძლება უკვე მუშაობდეთ ამ სფეროში, მაგრამ სურდეთ მარკეტინგის თანამედროვე ტექნიკების და სტრატეგიების შესწავლა, ან შესაძლოა ფლობდეთ ბიზნეს, აი როგორც თქვენგან ერთ-ერთმა სახელი ბოდიში არ მახსოვს, მითხარით, რომ გაქვთ თქვენი ბიზნესი და გჭირდებათ, რომ თავად მართოთ მარკეტინგული აქტივობები. აი ამ მიმართულების ადამიანებისთვის ეს კურსი არის ძალიან საინტერესო. კი ბატონო, ანა ხელი ქონათ აწეული რამის თქმა გინდათ? არა, მე ვარი. კი ბატონო, კი ბატონო. რას ისწავლით მარკეტინგის მენეჯმენტის კურსზე? მოდი ახლა ამას შევეხოთ. უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომ რადგან თემატიკები არის ძალიან ბევრი, რომელსაც ეს კურსი ფარავს, მთლიანად კურსი დავყავით 3 მოდულად. პირველი მოდული ეს არის მარკეტინგის ფუნდამენტური კომპონენტები და ამ შეხვედრების ფარგლებში შესწავლილი იქნება მარკეტინგის და სოციალური მედიის სტრატეგიების შექმნა, ასევე მათი მართვა და განხორციელება. განვიხილავთ და შევისწავლით მარკეტინგის ფუნდამენტურ კომპონენტებს, კონცეფციებს და პრინციპებს, მათ შეფასებას და რა თქმა უნდა ეფექტურად გამოყენებას. შევისწავლით ბაზრის კვლევის კომპონენტებს და მისი შედეგების შეფასებას, ასევე სამიზნე აუდიტორების განსაზღვრას, მომხმარებლის პერსონების ჩამოყალიბებას. მათზე ეფექტურ თარგეტირებას და პოზიციონირებას. ასევე ეს მოდული მოიცავს მარკეტინგული მიქსის კომპონენტების განხილვას, მარკეტინგული ბიუჯეტების შემადგენელი კომპონენტების და მის ფორმირებას, ასევე ბრენდინგს, კამპანიების სახეობებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე მოდულს, მეორე მოდული ეთმობა უშუალოდ მარკეტინგის გუნდისა და სააგენტო სტრუქტურის განხილვას, მათ ურთიერთობას და სინერგიას. ჩვენ თქვით, რომ მარკეტინგი ბევრი სხვადასხვა ტიპის მოდულებიდან არის დაკომპლექტებული. შეიძლება ერთის მხრივ მარკეტინგის გუნდში გსურდეთ და დასაქმება მარკეტინგის დეპარტამენტში, თუმცა სააგენტოები არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მარკეტინგის სფეროში. შესაბამისად, აი, როდესაც ერთად ხდება თანამშრომლობა, ამ ორი გუნდის სინერგია და ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასაც სჭირდება თავისი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა.
შესაბამისად ამ მოდულში ვისაუბრებთ მარკეტინგის გუნდის ფორმებზე, რა საქმიანობა აქვს, რა სტრუქტურა აქვს კომპანიის შიგნით, ვის რა ევალება. შესაძლოა ის ზუსტად აქ აღმოაჩინოთ თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო მიმართულება და თქვათ, რომ მარკეტინგის გუნდში მინდა მე რომ კონკრეტულად ეს მიმართულება ვაკეთო. ასევე სააგენტოს ტიპებზე ვისაუბრებთ, მათ სტრუქტურაზე, სერვისებზე. და აქაც სააგენტოში რა მიმართულებით შეიძლება რომ დასაგვდეთ, რა პროფესიები არსებობს იმ ადამიანების, რომლებიც სააგენტოებში მუშაობენ. გვექნება მარკეტინგის გუნდის და სააგენტოს კოლაბორაციის განხილვა, ბრიფის შექმნა, გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება. ასევე ეს მოდული არის ძალიან პრაქტიკული. გვაქვს გასვლები კომპანიებში, ხვდებით როგორც კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტებს, ასევე ვესტუმრებით სააგენტოს, რომ ადგილზე ვნახოთ on-site როგორ ხდება მათი მუშაობა და თვითონ ამ კომპანიის წარმომადგენლებიც ჩაგვიტარებენ პრეზენტაციას, გაგვაცნობენ მათი ყოველდღიურობა როგორ გამოიყურება, როგორ გარემოში მუშაობენ, რა გამოწვევები აქვთ და ასე შემდეგ. ასევე აი სწორედ ამ მოდულის ფარგლებში გვექნება სიმულაციური შეხვედრა, ფიზიკური შეხვედრა, სადაც დავიყოფით მარკეტინგის გუნდის წარმომადგენლებად და სააგენტოს გუნდის წარმომადგენლებად და მოკლედ ძალიან სიმულაციური საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება გელით ამ მიმართულებით. რაც შეეხება უკვე მესამე მოდულს, ეს არის ციფრული მარკეტინგი. სადაც ჩაშლილი იქნება ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედია არხების კომპონენტების მნიშვნელობა და მათი ეფექტურად გამოყენების გზები. განვიხილავთ copywriting, storytelling, კონტენტის მარკეტინგს და მულტიმედია საშუალებებს, ასევე ვისწავლით მათ გამოყენებას, შეფასებას და ანალიზს. ინფლუენსერებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმიტომ რომ ინფლუენსერები მარკეტინგის ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ამ ადამიანებთან როგორ უნდა დავამყაროთ კომუნიკაცია, რა ფაქტორები არსებობს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. ასევე განვიხილავთ და შევისწავლით AI პლატფორმებს და პროდუქტებს მარკეტინგში გამოსაყენებლად, რომ ინოვაციური მარკეტინგი ვაწარმოოთ. ასევე შევეხებით ეთიკის ნორმებს, პროფესიულ და დილემების მართვის ხერხებს და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის საშუალებებს, რაც მოიცავს CRM-ს, ლოიალურ პროგრამებს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის მესამე მოდულის დასასრული. რაც შეეხება უშუალოდ კურსზე სწავლების მეთოდებს, ტექნიკურ კომპონენტებსაც რა შევეხოთ. როგორც ხედავთ, კურსი არის ძალიან კომპლექსური, ძალიან ბევრ თემატიკას მოიცავს, რომელიც გარეშეც ფაქტობრივად მარკეტინგის მენეჯერი წარმოუდგენელია, რომ აქედან რომელიმეს არ ფლობდეს. ამიტომაც არის ესეთი კომპლექსური, საინტერესო და დახუნძული ბევრი სხვადასხვა თემატიკით. ეს ყველაფერი გადანაწილებული იქნება 34 შეხვედრაზე, რომელიც საბოლოო ჯამში არის 68 საათიანი ინტერაქცია ერთმანეთთან. 12 პრაქტიკულ დავალებას, რომელიც ერთმანეთზე იქნება ლოგიკურად გადაბმული და ფაქტობრივად თქვენ გამოიმუშავებთ ინდივიდუალურად იმ ყველა საჭირო პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც დაგჭირდებათ, რომ ამ მიმართულებით განვითარდეთ და დასაქმდეთ და სამომავლოდ, როდესაც გახდებით თავისუფლად მარკეტინგის გუნდის წევრი, ძალიან ისე არად იდგეთ მოკლედ თქვენს გამოცდილებაში. რაც მნიშვნელოვანია, ანუ ყველას აბსოლუტურად ექნება ინდივიდუალური უკავშირი ჩემი მხრიდან. უნივერსიტეტშიც კი, სადაც 60 სტუდენტი ახალმა ჩემი მოსწავლე, იქაც ყველასთან ინდივიდუალურ უკავშირს ვამყარებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ესე თითოეულ ადამიანთან ერთ-ერთზე უკავშირი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხაზგასმა, რა გამოვგივიდეთ კარგად და რა არის გასაუმჯობესებელი. გვექნება 3 პრეზენტაცია, რაც გულისხმობს გამოცდას, 2 იქნება აქედან შუალედური გამოცდები და 1 ფინალური გამოცდა, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური და გრანდიოზული. ასე რა თქვათ, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან საოცარი ჩანაფიქრი, მოკლედ ჩვენი მიზანია, რომ კურსის ბოლოს თქვენ შექმნათ მარკეტინგული სტრატეგია და კამპანია. მოწვეული გვეყოლებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან Smart Academy-ის პარტნიორები, საკმაოდ დიდი კომპანიების წარმომადგენლები, ეს ადამიანები დაესწრებიან თქვენს პრეზენტაციებს და ექნება ჩანსი, რომ და თქვენს გექნება ჩანსი, რომ ზუსტად ადგილზევე, ვინც მოახდენს მათზე განსაკუთრებულ გავლენას და დაინტერესებას ადგილზევე შემოგთავაზონ ოფერები დასაქმებასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ძალიან საინტერესო შანსი იქნება თქვენთვის, ვისაც ამ მიმართულებით დასაქმება უნდა და აინტერესებს, იმიტომ რომ ერთ-ერთზე შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება რომ აგიყვანონ სამსახურში და თან თქვენს განკარგულებაში იქნება მოკლედ თქვენი ბედი, იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ როგორ პრეზენტაციას მომზადებთ და როგორ პროდუქტს შექმნით საბოლოო ჯამში, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. გვექნება 4 ფიზიკური შეხვედრა ამის გარდა, როგორც თქვი 2 კომპანიაში ვიზიტი, ასევე ვორქშოპი და ფინალური პრეზენტაცია, 3 სასწავლო მოდული კი გაგაცანით. თეორიულ სწავლებაზე და პრაქტიკული მაგალითები და პრაქტიკული დავალებები რო იქნება ამას მეტჯერ ხსნება მგონი აღარ უნდა, იმიტომ რომ მაგის გარეშე წარმოუდგენელია.
და რა თქმა უნდა სერტიფიკატი და ლექტორის რეკომენდაცია და კარიერის პროგრამა Smart Academy-დან გამომდინარე. ამაზე მაკო დაამატებს უფრო მეტ ინფორმაციას. იდეაში დასაწყისში ვახსენე და ხო, გავამახვილებ ყურადღებას, რომ კურსის მსვლელობისას პარალელურად გიტარდებათ კარიერის მენეჯერთან დახურული შეხვედრები, ასევე თქვენი CV და LinkedIn-ის პროფილი კურსის ბოლოს უკვე თქვენი შეძენილი კომპეტენციების მიხედვით განახლდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ისწავლით უშუალოდ სამსახურის ძიების სტრატეგიებს გაეცნობით, გექნებათ გასაუბრების სიმულაცია და დეტალურ უკავშირს მიიღებთ რეკრუტერისგან, თუ რა შეიძლება გამოასწოროთ, ასევე ქცევითი ინტერვიუის შეკითხვებს გავიგეთ და ასე შემდეგ. ბევრ რაღაც ნიუანს მოიცავს და რაც მთავარია ჩემთვის არის ის, რომ ეს ყველაფერი ასრულდება კურსის დასრულებისას პირიქით, ანუ მე უფრო აქტიურ ფაზაში გადავდივართ ხოლმე, რადგან პარტნიორებთან ურთიერთობის ნაწილში იქნება ეს სტაჟირებები და საქმეები სხვა ტიპის პროგრამები. ამაში ვცდილობთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი სტუდენტები, რა თქმა უნდა, მათგანაც საჭიროებს აქტიურ ჩართულობას, მოწადინებას, პასუხისმგებლობით სხვადასხვა დავალების შესრულებას და ასე შემდეგ. გისმენთ ანა? იცით რა არის? მაგალითად მე რომელსაც ანუ ამ სფეროში არ დამიმთავრებია, არც დავშვით რაღაც გამოცდილება მქონია და ანუ ინტერესის სფეროა ჩემი, საბაზისო ჯანდაცვა დავამთავრე და რაღაცნაირად მინდა რომ მიქსი გავაკეთო. ყველაფერს თუ დამეხმარება. უბრალოდ აი რადგან უნივერსიტეტში როგორც კლასიკურად რაღაც უნდა დაამთავრო მარკეტინგის ამ ბიზნეს მიმართულება, როგორც არის რაღაც დოგმები ჩამოყალიბებული და ჯერჯერობით ნუ ფართო გაგებით საზოგადოებაში, თითქოს ასეთ კურსებს ხოლმე არ აღიარებენ სერტიფიკატებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს კურსი მაგალითად თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე პრაქტიკულად იძლევა იმის საშუალებას, რომ დავუშვათ ამას რომ შევისწავლი, მე იმდენი საბაზისო ცოდნა მექნება, რომ რაღაცას კიდე დავამატებ და ანუ ჩვეულებრივად მუშაობას შეძლო თუნდაც ის საფეხური ბაკალავრის თუ მასტერის არ ქონდეს გავლილი ბიზნესი ან მარკეტინგი. ანა მე გაგცემ მკითხვაზე პასუხს აუცილებლად მასია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე კურსის შექმნის პროცესში სწორედ მაგას ვითვალისწინებდით, რა უნარები ჭირდება ადამიანს, რა სითხოვენ კომპანიები, როდესაც ვაკანციებს დებენ ხოლმე, რა კრიტერიუმებს და რა უნარებს ითხოვენ ადამიანებისგან, რომ აიყვანონ ან მარკეტინგის დეპარტამენტში, ან სააგენტოში. ეს კურსი მოგცემს ისეთ ცოდნას და ისეთ გამოცდილებას, რომელიც ძალიან თავისუფლად შეგიძლია მერე გამოიყენო კომპანიაში და ზოგადად ანუ ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ სააგენტოში გასაუბრებებს, სადაც პირადად მევესწრები ხოლმე, ფაქტობრივად აღარავის აღარ ვეკითხებით ბაკალავრზე PR ისწავლა თუ მაგისტრატურაზე PR ისწავლა თუ არა. ყურადღება ექცევა ადამიანების უნარებს, გამოცდილებას და შენ თვითონ აი ამ კურსის ფარგლებშიც შეგიძლია დავალებებით ისეთი პორტფოლიო დააგროვო და გამზადო და მიიტანო მერე კომპანიაში, რომელიც მოგცემს შანსს, რომ მათთან დასაქმდე, ანუ აუცილებლად მოახდენ მათზე დადებით ზეგავლენას და შთაბეჭდილებას. ერთსაც ვკითხავთ, მჭირდება რამე დამატებით საბაზისო ამბავი, აი ეს კურსი რო გავიარო, რა იმეს წაკითხვა, ან კიდე რაღაც აი ისეთ level-ზე, A level-ზე ყოფნა, რომ ამ კურსის გავლა შევძლო, ან რამე მათემატიკური უნარჩვევები უნდა ჰქონდეს თუ რა ის მათემატიკური უნარჩვევები არა, განსაკუთრებულად ეგ არ გჭირდება. ანუ არ გჭირდება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე კურსის ყოველი შემდგომი ეტაპი ემსახურება იმას, რომ ანუ ჩათვალე პირველი ლექციიდან ვიწყებ და ყოველ შემდეგი უფრო და უფრო მეტად ანვითარებ. შესაბამისად, პირველი რამოდენიმე ლექცია იქნება ისეთი, რომელიც შენს ცოდნას აამაღლებს მარკეტინგის მიმართულებით და ლოგიკურად ებმის თავიდან ბოლომდე სილაბუსში წარმოდგენილი კომპონენტები ერთმანეთს. ანუ ერთი მთლიანი ჯაჭვი იქნება და აბსოლუტურად ყველა მასალა და ყველა ინფორმაცია, რაც გჭირდება რომ მიიღო, ეგ ყველაფერი იქნება მოწოდებული ჩემგან სასწავლო მასალებით, დამატებითი პრაქტიკული დავალებებით, რაღაცა კლასგარეშე ცალკე საკითხავებით, რაღაცა ლიტერატურის რეკომენდაციებით და ბევრი სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითებით და ასე შემდეგ. მოკლედ, რაღაცა ესე წინასწარი ცოდნა მარკეტინგის არ არის საჭირო. თუმცა ანუ კურსის შეძენამდე მნიშვნელოვანია, რომ აი ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც აპირებთ, რომ ეს ისწავლოთ, გქონდეთ თავისუფალი დრო დამატებითი მასალის საკითხავად და ასევე უკვე აი ამ მნიშვნელოვანი პლატფორმების
თვალიერებისთვის, დასაკვირვებლად, სხვადასხვა კამპანიის გასარჩევად, საყურებლად, ვიდეოების, ბრენდებზე უფრო მეტი ყურადღების მისაქცევად, ქართული კრეატიული სააგენტოების პროექტების სანახავად და ასე შემდეგ. მე რომ ახლა ვთქვათ ვიწყებდე, აუცილებლად მაგითაც პარალელურად ჩამოვიყალიბებდი ხედვას, დავაკვირდებოდი ფორმულებს, რა მიმუშავა, რა საერთო აქვს ამ წარმატებულ პროექტებს და ასე შემდეგ. ანუ ამას თუ გააკეთებთ, ერთიანად უამრავ ინფორმაციას მიიღებთ და რა თქმა უნდა უპირატესობაში იქნებით სხვებთან მიმართებაში, ვისაც მხოლოდ თქვათ იგივე მხოლოდ კურსზე მიღებული ცოდნა ექნება. ანუ არის ეს უფასოდ საჯარო რესურსი, რაც იგივე ქართული სააგენტოების გვერდზე არის განთავსებული ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიული სააგენტო და შეგიძლიათ რომ ნელ-ნელა მიადევნოთ თვალი, გაიხსენოთ და ასე შემდეგ. ეგენი ძალიან დროს არ წაგართოთ, ვფიქრობ ალბათ სხვასაც დააინტერესებს ეს კითხვასაც დავუსვამ. ანუ ხშირად არის ხოლმე რომ აი პროდუქტ ოუნერის კურსიც არის, ახლა რადგან ვიცნობი ბევრ ახალ რაღაც მიმართულებებს, ანუ აი ეს კურსიც არის ხოლმე რა პროდუქტ ოუნერი, მაგალითად რაც პროდუქტის განვითარების ციკლს გულისხმობს და ასე შემდეგ. რამდენად ანუ არის ამ მარკეტინგის კურსთან რაღაცა კვეთაში, თუ ჯობს რომ კიდე დამატებით რაღაც კურსი აიღო მერეს, რომ პროდუქტის განვითარების ციკლი შეისწავლო და ასე შემდეგ და ამის ჩამოყალიბების გზები, რავი, როგორ ფიქრობთ, ანუ სტარტაპერი აქვს. ხო, product owner-ს თავისი როლი აქვს კომპანიაში და tech როლი არის რეალურად, რომელიც ხო, agile-ით თუ მუშაობთ, scrum-ით თუ მუშაობთ, მან არის მნიშვნელოვანი როლი და დამკვეთთან და მხარეებთან ურთიერთობის დროს ის არის პასუხისმგებელი. ამიტომ მარკეტინგის მენეჯერთან ესე ვერ დავაპარალელებდი. თუმცა გვაქვს ეს კურსი, უბრალოდ ახლა მომდევნო ნაკადის თარიღი ჯერ სამწუხაროდ არ ვიცით, ლექტორი გერმანიაში არის და ძალიან დიდ პროექტზე მუშაობს, ცოტა პაუზა გვაქვს, ახლახანს დაასრულა სწავლება. ღია ლექცია გვაქვს სხვათაშორის ატვირთული და თუ გსურთ მოგწერეთ inbox-ში და გაგიზიარებთ და უფრო ცლად გაეცანით product owner-ის ფუნქცია მოვალეობებს. კარგი, დიდი მადლობა ამ პასუხებს. არაფრის. გისმენთ ანა და გავაგრძელოთ შემდეგ. მე იცით რა მეინტერესებს, აი ამ კურსით გავლით, მივიღებ ისეთ ცოდნას, რომ სოციალურ მედიაზე კიდე სხვა კურსი არ დამჭირდა, სოციალური მედიის მართვას გულისხმობ. მე გავცემ ამაზე კითხვაზე პასუხს. საკმაოდ ჩემი საკუთარი მცირე ბიზნეს გულისხმობ, რომ ნახეთ როგორ არის ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ციფრულ მარკეტინგს. ჩვენს ძალიან სასწავლო სილაბუსში, ანუ ცალკე მოდული უკავია ამ ყველაფერს. და ეს არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, როგორც მარკეტინგის მენეჯერს, წარმოდგენა გქონდეთ აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე, რაც ციფრულ მარკეტინგში მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, მაგალითად, advertising-ის ნაწილს და ასეთ ტექნიკურ მიმართულებას ეს არ მოიცავს. ანუ ჩვენ შევეხებით ციფრულ მარკეტინგის ისეთ კომპონენტებს, რომელიც მარკეტინგის მენეჯერისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ნახეთ, როგორ არის წარმოდგენა შეგექმნათ აუცილებლად copywriting-ზე, დავალებაც გექნებათ ამ მიმართულებით, რომ copy შექმნათ, ვიზუალი შექმნათ და ასე შემდეგ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, თქვენ არ გაგცევთ copywriter-ად, ან დიზაინერად, ან advertiser-ად. გამოიმუშავებ ისეთ უნარებს, რომლებიც გამოგადგება მათ პრაქტიკულ გამოყენებასაც შეძლებ, მაგრამ მაგალითად თუ კი advertising-ის ნაწილი გაინტერესებს, რომელიც კონკრეტულად გულისხმობს ტექნიკურად რეკლამების შექმნას Facebook-ზე, Instagram-ზე, მათ შორის Google-ისთვის და YouTube-ისთვის, ჩვენ ესეთ ტექნიკურს არ დავფარავთ. აქ აუცილებლად გაიგებ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორ უნდა გამოიყენო, რა გჭირდება იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყენო, როგორ შეაფასო, მაგრამ როგორც ასეთი, მაგალითად advertiser-ი ვერ იქნები ამ კურსის დასრულების შემდეგ. თუ დაგაინტერესებს, მე უკვე აი ესე ტექნიკურად ჩაშლილი სხვა კურსები აქვს უკვე Smart Academy-ას, თუმცა ძალიან კარგ ბაზის მომზადებს იმისთვის, რომ მიხვდე, რომ მაგალითად შენ დიზაინი ძალიან გაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ კურსში რაღაცა ამან განსაკუთრებულად აღგამართოვანა ძალიან საინტერესო რაღაცა ნაწილები მოისმინე. თუმცა რაღაცა ჩვენთან ეთმობა რამოდენიმე ლექცია ციფრულ მარკეტინგს მთელი ამ კურსიდან და ამ დროს Smart Academy-ას ცალკე აქვს ციფრული მარკეტინგი, რომელიც რა თქმა უნდა შენს დონეს ციფრულ მარკეტინგში უფრო ამაღლებს. კი. საგებია მადლობა. საჯაროდ ლექციები ამ თემებზეც გვაქვს ჩატარებული და ეგენიც შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად და გაეცნოთ. ანა გისმენთ ბედინაზე.
მადლობა უღრმესი, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. ზოგადად მე ძალიან მიყვარს კოლეგების გამოცდილების გაზიარება და განსხვავებული აზრის მიმღებლობა არის პირველ რიგში, რაც დამწყებებს მინდა ვუთხრა, იმიტომ რომ ნებისმიერი დამკვეთი თუ დამსაქმებელი ძალიან თავისი ინდივიდუალური შეხედულებებით გამოირჩევა და პირველი ალბათ რაც ჩვენ სპეციალობაში არის მთავარი ის რომ შეძლო მოსმენა იმისი, რასაც აბსოლუტურად არ ეთანხმები. ეხლა ერთ პატარა რეკომენდაციასაც მივცემდი და მაკო ძალიან დიდი მადლობა რომ ურჩევ რომ დამხმარე ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი. აი დაწამწყებათვის არ ვიცი წინა მოსაუბრე იყო მე მგონი ის იმასაც ანაქვია აი სეთ გოდინის იისფერი ძროხა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ისეთ თვალსაჩინოს გაგიფართოვებთ ისეთ იდეების მოზღვავებას იგრძნობთ რომ იფიქრებთ რომ აი სად ვიყავი აქამდე მე მელოდებოდა მთელი მსოფლიო რომ მთელი სტრატეგიები შემექმნაო. ყოველ შემთხვევაში დამხმარე ლიტერატურის წაკითხვა თან ძალიან ბევრია, შთამაგონებელი. დაგეხმარებათ იდეების გენერირებაში და თქვენ გქონდათ ციფრული მარკეტინგის ცალკე კურსი, რომელიც დეტალურად იმ თულებს მოიცავს, რაც advertiser სჭირდება. თუმცა ის რომ მარკეტერმა ვიცოდეთ რა უნდა მოვითხოვოთ advertiser-ისგან, რა მნიშვნელოვანი კომპონენტებს მივაქციოთ ყურადღება იგივე ბიუჯეტის განსაზღვრისას, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სილაბუსში ეგ დავინახე. მაგრამ უშუალოდ ხელსაწყოები advertiser-ის, აი იმ კურსის მთელი ანი და ბანია. მადლობა მეგობრებო, ვისი ამოვნე და საიდანაც ჩაგერთეთ ამ ექსტრემალური პირობებიდან, უღრმესი მადლობა. შენ მადლობა და იმას გეტყვი რომ CRM-ის კურსი ცალკე არ გვაქვს, თუმცა მე შემიძლია გითხრა ჩვენ როდესაც დავნერგეთ, რომელი CRM-ია, რა პლუსები მინუსები აქვს და ვისთან მქონდა თანამშრომლობა. მე მოგვიანებით გეტყვი. დიდად მადლობელი ვიქნები, მაკო, ძალიან ჭირდება რეალურად ეხა ეგ რეკომენდაციები, მადლობა. ანუ ძალიან დიდი მადლობა, რომ ისე სწორად დაინახე ჩვენი სილაბუსი, ძალიან მიხარია, რომ რაც გქონდა სათქმელი ის ყველაფერი როგორც ჩანს გადმოვეცით. დარეჯანის კომენტარი წაიკითხე თუ შეიძლება და კი. ესე იგი ტექსტი მაინტერესებს, რამდენად საინტერესოა, იგრძნობა თუ არა სწორი ტრიგერი, თვითონ ვაკეთებ ჩემთვის, ჩემი საქმიანობის მარკეტინგს. ეხლა ვნახოთ ერთი წუთით. ვიდეოა დარეჯან ძალიან ისეთი საინტერესო წინადადებებით იწყებთ, რაც მგონია რომ ბევრ ადამიანს მოგონებას გაუკვირვებთ. ერთადერთი მე რეკომენდაციასაც მოგცემდი დავამატებდი მუსიკას, რომ რაღაცა კარგად ჰარმონიულად შემოსულიყო თქვენს ხმასთან ერთად და მეჩვენება რომ ძალიან გრძელი ვიდეოა კი 5 და 40 წამია და ალბათ აჯობებდა რაღაცა Reels-ის ფორმატები გაითვალისწინოთ, რომელიც 30 წამიან ვიდეოებს მოიცავს, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს ადამიანისთვის მოსასმენად საყურებლად და ასე შემდეგ რაღაცა. შეგვიძლია რომ ძირითადი კეჩი სათქმელები პატარა ვიდეოებშიც უფრო ჩავატიოთ ხოლმე. თუმცა ძალიან ფიქრობ საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. ხო რაღაცა ვლოგივით გამომდის და აი თუ ვლოგი გაქვთ ჩანაფიქრში ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაღაცა თქვენს გამოჩდეთ სიუჟეტი აჩვენოთ, რაღაცა უფრო განავითაროთ კადრები. თუმცა აი თუ მაგას პროდუქტზე ორიენტირებული გაქვთ, ამ შემთხვევაში გირჩევთ რომ შედარებით მოკლე, უფრო დასამახსოვრებელი და მსხარტი ვიდეოები იყოს ხოლმე. და გაითვალისწინეთ აი ტრენდები მუსიკების და არის ეხა პოპულარული რაღაცა თვითონ პლატფორმებზე რომელი მუსიკებია ტრენდული. მადლობა ძალიან დიდი. არაფერს. მოდი მაკო შენ გააგრძელებ კითხვებს რაც გვაქვს თუ მივყვეთ. იდეაში ხო, ესე იგი დიდი მადლობა საინტერესო ლექციისთვის, როგორც Smart Academy-ის წევრებს, ასევე აუდიტორიას. წარმატებებიო, რომელი უფრო მოთხოვნადი და პერსპექტიულია ციფრული მარკეტინგი თუ მარკეტინგი? ძალიან. მგონია რომ ცოტა კითხვა არის, რაღაც ესე ოდნავ სხვა ფორმულირებით არის დასასმელი, იმიტომ რომ ციფრული მარკეტინგი არის მარკეტინგის ნაწილი. მარკეტინგის მენეჯერი როგორც ასეთი მოიცავს ჰედობას, ესე რომ დავარქვათ, დეპარტამენტის, თუმცა ანუ
შედგება მარკეტინგის დეპარტამენტები ბევრი კომპონენტებისგან, მაგალითად ბრენდ მენეჯერები, ჯუნიორ ბრენდ მენეჯერები, ცალკე არიან ციფრული მარკეტერები, ანუ ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში თქვენ ორიენტირებული ხართ კონკრეტულად ციფრული პლატფორმების მართვაზე, იქ არსებულ სტრატეგიებზე. და მარკეტინგის შემთხვევაში უფრო მეტად 360 გრადუსიან აქტივობებს აწარმოებთ და ერთ-ერთი კომპონენტია ციფრული მარკეტინგი თქვენი საქმიანობის. ამიტომ ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, ერთმანეთის ნაწილები არიან, ასე რა ვთქვათ. და ორივე მოთხოვნადია იდეაში. კი, ორივე. ცალსახად ორივე მოთხოვნადია კი. ციფრულ მარკეტინგზე გაქვთ ღიაკარის დღე? ქონდა რამდენიმე დღის წინ. თუმცა ჩანაწერი არსებობს უკვე YouTube-ზე არის და შეგვიძლია თუ მოგწერთ inbox-ში გამოგიგზავნოთ. კარგით, მადლობა. არაფერს. სხვათა შორის უშუალოდ კურსი ციფრული მარკეტინგი სხვა რიწყება, ასე რომ შეგიძლიათ ვინმეს თუ უშუალოდ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებთ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსი არის, ორი ჯგუფი გავაკეთეთ, ამიტომ ორივე ლექტორი ძალიან მაგარი პროფესიონალი არის საქმის, ძალიან დიდ ბრენდებთან აქვთ ნამუშევარი და თუ გადაწყვეტთ, გადახედეთ მოკლედ ამ კურსებსაც. რა ღირს კურსი ამაზე ვიტყვი 2 წამში. დიდი მადლობა. ივენთ მენეჯერი და მარკეტინგი როგორ უკავშირდება კომპანიებთან თუ მარკეტინგის ჯგუფთან უფრო ახლოსაა? ივენთ მენეჯერს რაც შეეხება, ალბათ გულისხმობთ იმას, რომ რაღაც მარკეტინგულ აქტივობებში შეიძლება იყოს რაღაცა ივენთი დაგეგმილი და ამას ჭირდებოდეს ივენთ მენეჯერი. პრინციპში ანუ მარკეტინგის მიერ დაგეგმილი და ინიცირებულ ღონისძიებაში არის ერთ-ერთი როლი ივენთ მენეჯერი, რომელიც აკეთებს რაღაცა მართავს ამ მთლიან აქტივობას, აკავშირებს ერთმანეთთან კომუნიკაციას სხვადასხვა ჩართულ მხარებთან და საბოლოო ჯამში უწევს ორგანიზებას ივენტს. შეიძლება თლად ასე პირდაპირ მარკეტინგის დაგეგმილი არ იყოს და რაღაცა კომპანიის ცალკე ინიციატივა იყოს, თუმცა ვერც ერთი ივენთი ვერ ჩატარდება ხოლმე მარკეტინგის გუნდის გარეშე, აუცილებლად არის საჭირო მისი კომუნიკაციაც, დასახელებაც, შესაფუთია აუცილებლად ეს ივენთი და შესაბამისად ივენთ მენეჯერს და მარკეტინგის მენეჯერს აუცილებლად მოუწევთ ერთმანეთთან კოლაბორაცია და თანამშრომლობა. კომპანიებთან თუ მარკეტინგის ჯგუფთან უფრო ახლოსაა. აი აქ ცოტა ვერ მივხვდი, მარკეტინგის ჯგუფთან აქ აუცილებლად კომუნიკაცია, იმიტომ რომ რაღაცა ფერები როგორ უნდა იყოს ამ ივენტზე, მატერიალები რა უნდა იყოს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე კომუნიკაცია მარკეტინგის გუნდს აქვს ყოველთვის. მე მგონი ამასაც გავეცით პასუხი. ხო, ბოლო სლაიდზე არის როგორც მახსოვს. მადლობა ყურადღებისთვის, გვაქვს ბოლო სლაიდზე. ხო, კურსის გვერდი იყო მგონი. კი, ეგ ზემოთ გქონდა გადავხდით. ხო, აი აქ გავჩერდეთ 2 წამით. 1700 ლარიოს მეგობრებო ეს კურსი. საიტიდანვე შესაძლებელი არის, როგორც საქართველოს ბანკის და TBC-ის განაწილების და ნაწილ-ნაწილ გადახდით სარგებლობა 4 თვიანი სრულად უპროცენტო განაწილება შეგიძლიათ, 425 ლარი იქნება ამ შემთხვევაში თვიურად. ასევე გვაქვს 6 თვიანი Liberty Stop Card-ით გადახდის შემთხვევაში 6 თვიანი სრულად უპროცენტო 287 ლარი გამოდის, როგორც მახსოვს. ამ შემთხვევაში თუ გაქვთ ეს ბარათი, თუ არ გაქვთ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ონლაინვე შეუკვეთოთ და გექნებათ ეს ლიმიტი და ასევე არის რა თქმა უნდა სტანდარტული განადებები TBC-ის და საქართველოს ბანკის 3 თვიდან 3 წლამდე ვადით, 3 წლამდე თუ 4 წლამდე ვადით, ძირითადად 4 თვიან განაწილებას იყენებენ ხოლმე რა თქმა უნდა ყოველდღიურად ჩვენი სტუდენტები და კიდევ ხო, კრიპტოვალუტით გადახდაც გვაქვს და ერთგული ქულებით გადახდაც. მოკლედ, რაც მოგაფიქრდებათ, ყველაფერი გვაქვს ინტეგრირებული და კრედო გამომჩა, კრედოს განოდებაც არის. კი ბატონო, სილქის მერეც დაგვემატა ხო ამასობაში. ხო, ნუ იდეაში ყველა პროდუქტი რაც კი არსებობს, მე მგონი საქართველოს ბაზარზე გადახდის სისტემა, ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, თქვენ რომელთანაც გაქვთ ურთიერთობა, იმით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ჯგუფში ადგილები ჯერ კიდევ არის, ვიწყებთ 1 წამით გითხრათ როდის? 30 იანვარს, 7 დღეში ვიწყებთ უკვე. ორშაბათს და ხუთშაბათს ტარდება შეხვედრები 8-დან 10 საათამდე. ჰიბრიდული კურსი არის, გამოტანილი იყო რომ არის ფიზიკური შეხვედრებიც, არის პრაქტიკული, ორიენტირებული ვართ რომ ჩვენს პარტნიორებთან შემდეგ ჩვენი სტუდენტები სტაჟირებაზე მოხვდნენ, ან ჯუნიორ პოზიციაზე დაიწყონ, მარკეტინგის სპეციალისტად დაიწყონ მუშაობა და მოკლედ ამ ყველაფერს თუ კარგად დაითვისებთ და ჩადებთ მთელ გულს და რესურსს და მართლა გაქვთ გადაწყვეტილი რომ საკმარისი დრო დაუთმოთ ყოველდღურად ეს ცალსახად მეგობრებო, ანუ
რომელი პროფესიაც არ უნდა შეიძინოთ ახლა ნულიდან, ყოველდღურად უნდა გქონდეთ ნაფიქრი, რომ დაჭირდება მას დროის დათმობა. შეიძლება დავალება არ გქონდეთ ლექციიდან ლექციამდე, მაგრამ აუცილებლად უკვე სხვა თვალით უნდა უყუროთ ამ პროფესიას და ამ პროფესიის შემადგენელ კომპონენტებს. ეს ციფრული სააგენტოები იქნება, სარეკლამო სააგენტოები იქნება, თვითონ კომპანიები, რომელშიც თქვა თქვენ გსურთ, ხო? ხშირად უმიზნებენ ხოლმე კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის დაწყებას, რადგან იქ ბევრ ბრენდთან გაქვთ შეხება. შეიძლება კონკრეტულ კომპანიაში მოხდეთ და ერთი კონკრეტული ბრენდი განავითაროთ და თქვენ იყოთ ის, ვინც გააცოცხლებს მას და მიიტანს შესაბამის აუდიტორიამდე. მოკლედ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს მართლაც ბრენდები, როგორ დაგვამახსოვრებენ თავს. ამიტომ ყოველას გირჩევთ, ვისაც ერთხელ მაინც გაგიფიქრებიათ, რომ ეს პროფესია შეგეძინათ, ცადეთ. ძალიან საინტერესოა თქვენს ბიზნესშიც გამოგადგებათ ყველა შემთხვევაში, თუ მუშაობა არ გაქვთ გადაწყვეტილი სადმე, მაგრამ გაქვთ თქვენი კომპანია, მან დაუცილებლად გამოგადგებოთ და სულ სხვა თვალით შეხედავთ იგივე თქვენს პროდუქტს, მის განვითარებას გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო? უმეტესად ონლაინ იქნება. თუ შეიძლება დავბრუნდეთ იმ სლაიდზე, სადაც არის მოცემული რამდენი ფიზიკური შეხვედრა არის. 4 ფიზიკური შეხვედრა მახსოვს როგორც კი 4 ფიზიკური შეხვედრა, დანარჩენი არის ონლაინ. ანამას თუ ძალიან ბევრი სტუდენტი მოახერხებს ფიზიკურად მოსვლას, შევძლებთ ალბათ ხომ? სხვადასხვა ლექციის ინიცირებას, რომ ფიზიკურად ჩავატაროთ. ხოლმე რომ ჩავატაროთ ზოგიერთი ფიზიკურად. ფიზიკურ შეხვედრებს რაც შეეხება, მეგობრებო, რეალურად ეს არის ჰიბრიდული შეხვედრა, ფიზიკურად ვინც მოახერხებს მოვლენ, თუმცა პარალელურად ონლაინ დაესწრებიან ისინი, ვინც არ იქნებიან საქართველოში ან თბილისში. ხო, ესეთი შემთხვევებიც უამრავი გვაქვს ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და საიდან აღარ ესწრებიან ხოლმე, ასე რომ თავისუფლად შეძლებთ, რომ ონლაინ შემოგვერთდეთ, თუ საჭირო იქნება Google Meet-ს აქვს შესაძლებლობა ოთახების გაყოფის, ოთახში განაწილდებით, იქ იმსჯელებთ, ბრეინშტორმინგებთ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი ეს ხელსაწყოები, ონლაინ ხელსაწყოებიც გვაძლევს ამის ეფექტურად ჩატარების შესაძლებლობას. და რაც მთავარია, კურსის დასრულების შემდეგ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სხვა კურსებზე უკვე სხვა ფასები არის ჩვენი სტუდენტებისთვის, იგივე თუ თქვენ ციფრული მარკეტინგის სწავლა დაგჭირდებათ, სოციმედიასის, სოციმედია ადვერტაიზინგის თუ პროდუქტის მარკეტინგის თუნდაც, ხო, ესე უფრო ახალი მიმართულება არის. და სხვათა შორის ცალკე მარტეკ ხელსაწყოებზე ვაკეთებთ კურსს. ვრცელი კურსი იქნება ის და უშუალოდ ხელსაწყოებს შეეხება და მოკლედ ბევრი მიმართულებაზე გვაქვს ნაფიქრი